მოგესალმებით Fight Hopper-ებს, მძგლებო ნოსტალგიორგი რომეო 50 ცენტერაძე დავბრუნდით 220 ეპიზოდზე, სადაც არ უნდა გვისმენდეთ ან გვიყურებდეთ, გინდა Spotify იყოს ან YouTube, მოგვეცით ლაიქი ან 5 ვარსკვლავიანი შეფასება და დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ ვართ პირველი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი საქართველოდან. არა მარტო საქართველოდან, ნიუ-იორკიდან, ჩინეთიდან და კიდე ბევრი. საქართველოდან ვაფშე არ ვართ, გიგო. რეალურად. საქართველოდან ვართ, მაგრამ საქართველოდან არ არის გადაცემა. მოკლედ, კაი ხანი გამოგვივიდა, ისა რა ქვია. რუსულად просто აი მუღამი მაკრო ეს სიტყვა რუსულად თქვა კანიკულები. ვაფშე არ მევასება, მაგრამ ეს სიტყვა გამახსენდა რატომაც რა კანიკულე. ხო და მონატრებულები დაბრუნდით, ვიცი რომ რომი სულ არის აქტიური თავის არხზე, ლაივებში, YouTube-ზე. მასაშორეთ ერთი კვირა ზუსტად გამისცა ლაივი, ამ მქონია ვაფშე ესეთი რთული კვირა მქონდა ისევ რომ ერთი მეორეზე გადავმულად რომ ვერ გავაკეთე ვაფშე ვერაფერი მთელი კვირა და ხო და მე მინდა რომ შევახსენო რა სმენელს რომ თუ უნდათ კიდე მეტი კონტენტი საუკეთესო ანალიზები აუცილებლად გამოიწერონ რომეო ცენტერაძე არხი MMA ხო მგონი რომეო ცენტერაძე MMA არა უბრალოდ რომეო ცენტერაძე უბრალოდ მოკლედ დღეს კიდე მაგარი ადამიანი მებრძოლი და კოუჩი შემოგვიერთება ჩვენი ახლო მეგობარი მისტერ ხუჩა ქორიძე და სანამ ხუჩა შემოვა რომი მოდი დღეს რა თემები გვექნება თავიდანვე გავაცნოთ ხალხს რა ანუ UFC შანღაი შესრულდა ეხა დასრულდა ძალიან კარგი კარდი იყო და ჩინური MMA-ის ექსპერტიც შემოვიდა ხუჩექს გენაცვალე ძმაო როგორ ახარ? როგორ ახარ ძმაო? კარგად ძმებო თქვენ როგორ ახართ? და მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხარ დღეს რა. ხუჩექს ეხა იმას თემებს ვაცნობ რა მსმენელებს რა და თუ უყურე შენ ამ ბოლო ევენტს რა UFC შანღაის. სტერლინგის ჩხუბს უყურე? რა ძალიან მომეწონა სტერლინგის ჩხუბი რა. მარტო ეგ დაიჭირე? ანუ დირექტ ზედაპირულად უყურე დანარჩენ ჩხუბებს ახლა რაღაც ახლა სათანადოდ რო უყურე რო თქვა და რაც იყო საინტერესო მოვლენა ჩემთვის სტერლინგის ჩხუბი და ორტეგას ჩხუბი იყო 153 პაუნდში ანუ რაც გასაკვირვი იყო ბარემ 155 გაეკეთებინათ 155 და რაღაცაში ჩაითვლებოდა ეს catch weight-ი 154 რა გამოვიდა რა ვიცი ანუ რაღაც ახალი და საინტერესო მოვლენა იყო ჩემთვის ანუ რაც შეიძლება შემოთავაზება მაგ კარტს სტერლინგის და ორტეგას 5 რაუნდიანი ჩხუბი, საინტერესო იყო საკმაოდ. საინტერესო დასაწყისი იყო, რომ 5 რაუნდის 153 პაუნდი და რაღაც სტერლინგმა რაფერს იჩხუბა, მე იგიც ხო საინტერესო იყო, ანუ ზოგადად რა საინტერესო იჩხუბა. ორტეგა რო ვაფშე რა შევოდა, ვაფშე ხო არ ვიზოდეთი კეიჩი რა. ბევრი რაღაც იყო მაგ ბრძოლაში საინტერესო ჩემთვის რა. მოკლედ მე ძალიან ვისიამოვნე რა ჩინურ ქარდზე რა შანღაიზე ბევრი ბრძოლა იყო ძალიან მაგარი სანახაობრივი ბრძოლები იყო და კიდე რა თქმა უნდა გვინდა რომ შენთან ერთად შევეხოთ რომას ბოლო გამოსვლას მაგაზე საერთოდ არ გვილაპარაკია და არც ჩაგვიწერია რა მის მერე რა ეს პირველი ჩაწერა არის ხარ ზოგადად ბევრი გვაქვს ხუჩასთან სალაპარაკო AFC ჩატარდა მაგის ბიჭებმა კამრები მიგეს კიდე სხვა რაღაცები იყო, მან ბრძოლები, რაღაცები, აქეთ ბრომას ბრძოლა, აქეთ დღევანდელი დღეს ამ წუთას დამთავრდა ივენთი, მერავის ბრძოლა მოდის და ასე შემდეგ, ბათუმის ფაით აკადემია და ზოგადად ბევრი რაღაცები ხდება ბათუმშიც და ზოგადად ქართულ MMA-შიც და ბიჭო, როგორ გირჩევნიათ რომ შანღაითი დავიწყოთ და გადავიდეთ თუ ჯერ რომ ხო რაც ახლა ამ წუთას დამთავრდა იმით დავიწყოთ რა ბოლოს აი მაშინ ალჯოს ჩხუბი დავიწყოთ თუ გინდა იმიტომ რომ მეც მაქვს ჩემი აზრები მაგრამ ჯერ ვიჩამ თქოს რა
ანუ ზოგადად ეს ძალიან საინტერესო მოვლენა იყო ჩემთვის ეს როცა დაანონსდა ეს ბრძოლა ხო იცი რაღაც ბრძოლას რო იცი ახლა მე უკვე რამდენი ბრძოლები ვიცი და ჩხუბობენ პერერა და ანკალაევი რევანში არის და რაღაც აი არანერი ინტერესიც არ გამაჩნია სიმართლე გითხრა რო უყურე პროსტა სპორტული ინტერესი არის რომ რაღაც საინტერესო ჩხუბი იქნება შეიძლება პერერა რამე შეცვალოს მაგრამ მე რო გავიგე რომ სტერლინგი და ორტეგა 153 პაუნდში ჩხუბობენ 5 რაუნდიან კომეინ ივენტს ანუ რაღაც ახალი იყო, ახალი მიმართულება იყო ჩემთვის თვითონ ბრძოლის რა, რაღაც ვითო შეეძლო რაღაც შეეცვალა ანუ წონაში, ბრძოლაში მიდგომაში, ანუ შეიძლება ზოგი მიბრძოლე ხო წონათა კატეგორიებს არ იყოს ჩაბღავჭებული. მე ვფიქრობდი კიდე სტერლინგს რომელიც 135 ფუნტიდან არის ამოსული, იმას რაც ჭირდება ფაქტობრივად მძიმე ორტეგას მისი უპირატესობა მიცეს, ანუ რა თავისუფალი, იმიტომ რომ ორტეგა უფრო შედარებით დიდი და მძიმე მებრძოლი არის რა. ის 145 წლებს აკეთებდა ორტეგა ყოველთვის და სტერლინგი იმას აკეთებდა 135-ს. ყველაზე ხარ და მაგას ვფიქრობდი და მე კიდე საკმაოდ რაღაცა ახალი სტილი დევინახე იმისგან, რა ქვია, სტერლინგისგან რა, იმიტომ რომ ახლა მე ვფიქრობდი რომ ორტეგას არ მე ვიცოდი ჩემი აზრით ხო ძალიან ფავორიტი იყო სტერლინგი, იმიტომ რომ ორტეგას ჯიუჯიტსუ მე ვფიქრობდი რომ ვერაფერს ვერ უზამდა, მაგრამ არ ველოდი რომ თლად გომში გაატარებდა ჩხუბს და რაღაც ძალიან მისებული კრივით გაივლიდა მისი ჩხუბი რა. ნუ საინტერესო ბრძოლა არის ამ თვით შეიძლება თქვა მართლა საინტერესო ბრძოლა არის რაც მოხდა ახლა შეერულ ბრძოლა UFC-ში რაც მოხდა უბრალოდ რა საინტერესო ბრძოლა იყო, საინტერესო მოვლენა იყო, საინტერესო გადაწყვეტილებით რომ რატომ ვაზ გადაწყვეტენ 153 პაუნდი და 155 პაუნდი და რაღაც შეიძლება ახალი ტალღა გამოიწვიოს, რომ იქ ტოპში რომ მებრძოლებმა შუალედურ ზონებში იჭხმონ და მხოლოდ კამარზე საშემპიონო ზონები აბარონ რაღაც ესეთი რაღაცები. ამან შეიძლება რაღაც მისი იქონიოს ესე რომ ვთქვა რა. იმიტომ რომ ეს არა ის რომ ვიღაცამ წონა ვერ ჩააბარა, ან რაღაცა ორივე ზონის ჩაბარება უჭირდა რაღაც ისტორია რა. ძალიან საინტერესო მოვლენა იყო ეს თვითონ სტერლინგის და ორტეგას ბრძოლი და ნუ სტერლინგის გამარჯვება შედარწმუნებული ვიყავი, მაგრამ თლათურ კრივით გაიმარჯვებდა მაგაში მაგი არ მეგონა რა, მოკლედ რო ვთქვა რა. თუმცა ძალიან ცეცხლს ეთამაშებდა ხოლმე ჯებს იქნებს და ყმას რო უკარო გადის და თავს რო წევს, ცოტა სასაფრთხე არის, მაგრამ ხო იცი გამარჯვებულებს ვინ გაჭირს ვერავინ ვერ გაჭირს. ზუსტად მაგაზე მინდოდა ლაპარაკია. ბიჭო, ცოტა ცეცხლს ეთამაშებოდა. სანამ კითხავთ რა რატო გონიათ რომ არის იყო ეგ მიზეზი რომ თლიანად გადაწყვეტილება მიიღეს რომ სტენდაპში ჩატარებულიყო რა რომი თუ გახსოვთ ის მომენტი მერაბი უყიროდა რა ეხლა შედიო ფეხშიო რა და სტელინგმა გახედა მერებს და იესო ეგრე უთხრა რა ხო და რა ეგ მიზეზი ეს არის ზოგადად ორი მოჭიდავე ერთმანეთს რო ხდება ხო? ანუ ეს როგორი იყო იცი ადრე ორი თავისუფალი სტილის მოჭიდავე ან პოზიციური მოჭიდავე რო ხდებოდა ერთმანეთს ხო იყო ესეთი მოვლენა რომ გომში უშვებდნენ ბრძოლას რა მაგრამ როცა შენ ხარ პოზიციური მოჭიდავე და გრეპლერს ეჩხუბები ხო ეს ნუ პროსტა თან ორტეგას ახლა ჩემი აზრით საკმაოდ სოლიდური ტაილანდური კრივის სტილის დგომი აქვს რა საკმაოდ სოლიდური რა ამიტომ მაგასთან დგომში თამაში და გლაბუსი არც ერთ რაუნდში არ შეიძლება და არაფერს არ ჯანსაღს არ მოგცემს მაგი და მე მგონა პროსტა გადაიყვანს გააკონტროლებს და მარტივად გააშრობს მეთქი ორტეგას ანუ ძალიან მარტივად რა 5 რაუნდი შეიძლება დაჭირდეს მეთქი კონტროლის მაგრამ მოიგებს მეთქი მაგრამ ზოგადად ორი მოჭიდავე ერთმანეთს ხდება გავრცელებული მომენტია რა რომ დგომში ჩხუბობენ რა მაგრამ ორი პოზიციური მოჭიდავეზე არის საუბარი და არა ბრაინ ორტეგა რომელიც დგომში ჩხუბობს და ჯიუჯიტსუ საწევო და პოზიციონში კი სტერლინგის სუფთა რა ასე რომ ვთქვა ანუ დიდი პატივს ცემდა ორტეგას BJJ games ხო ანუ ესე გამოვიდა მაგრამ მე ვფიქრობ ვაფშე ფიქრებზე იგი და პროსტა რაღაც შეიძლება სტერლინგი ახალ რაღაცას სტილობს რა რომ გაანვითაროს მისი სტილი განვითარდეს მოიხოდოს შეიძლება მაგი აზრი იყოს რომ მეტი სტენდაპი უნდა რომ დაამატოს მეტი დგომი უნდა რომ დაამატოს რა უკვე რამდენი შეიძლება კლინჩაობა და რამდენი შეიძლება ხო ora განვითარება ყველა მებრძოლეს აქვს მით უმეტეს ახლა გასაკუთრებით მაგრამ რუსეთთან ერთად დივიზიონია იქანე პოპები მაშინიკებთან ეს მუსიკრის რო ჩხუბობენ და რაღაცეების თურა შეიძლება მისთვისაც განმოიტანა ტაილანდიდან მაგრამ ბიჭო რამდენად წინსვლა არის ეხლა შენი აზრით აი ეს მოგება ალჯოუსთვის რომ ანუ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს რომ აი კაი ბრძოლა მიცენ შემდეგი ან ტოპ 5-იან როგორც თქვა რომ ოკანოვსკი უნდა იმიტომ რომ ორტეგას დიდი კრიტიკა აქვს რა რომ ანუ he's not making weight და ეს პირველად არ იყო ხო რომ ვერ ჩააბარა და ანუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ალჯოუსთვის და მომავალში თუ ექნება შანსი
პირდაპირ თუ არა მაგარი ჩხუბი რომ მიცენ რა, ანუ title contendership. ერთი გამარჯვებიდან შეიძლება ხა იარი როდრიგესი რომ იცენ ორტეგას კი არა სტერლინგს იარი როდრიგესი რომ იცენ და მე მგონი სტილისტიკურად იარი როდრიგეს მოუგებს სტერლინგი რომ იცენ ჩაულებრივად შეუძლია ტიტულზე იჭროს გამარჯვებული თუ ეულოებს აჩხუბებენ კამარზე ეულოები და ვოლკანოვსკის მოგებულთან შეუძლია იჭროს ჩემი აზრით ძალიან რეალური მატჩაპი არის ესეთი რა ეულოებს ხო ეჩხუბა კი მაგრამ ანუ ანეულოებთან ევანში ანუ ვოლკანოვსკის მოუგებულებს მაშინ ორტეგას ორგანს რო ეჩხუბოს სტერლინგი ვოლკანოვსკის რო ეჩხუბოს რა ბიჭო ამ ბრძოლაში იყო კიდე მაგარი მომენტი რა ანუ მუშტი იყო თითები არ იყო მუშტი მოარტყა თვალში რა და თვითონ იმამ საჯმა თქვა რომ ის არ იყო აიფოუკიო იმიტომ რომ მუშტი მოხვთაო რა მაგრამ მაინც გააჩერეს და ეგ რა კონტექსტი სტერლინგმა შეტრია და მიეცი დრო ანუ ვაფშე რაღაცა შეაერია რა მომენტში აი რომი იცნობს ალჯოუს და მართლა ძალიან nice guy არის და მაგიტო ალჯო კი nice guy არის აი რა guy ტიპია რა ვიდეოს ფონია ეს რა შეიძლება მე ვფიქრობ რეფერი მარგო დარდი რო ყოფილიყო მაგნაი რაღაც არ მოხდებოდა არა ეგ რეფერის სენსი იყო წუნი იყო მაგრამ ისეთი არაფერი არ იყო რომ ეფექტი არ მოხდენია არა ჰერდინი ახლა ისეთი არის ანუ მიყვება ხოლმე ბრძოლებს და იცის ხოლმე იორლის სტაფეჯან დაგვიანება და რაღაცა აქვს მაგნაი რაღაცა მაგრამ მარგო დარდი არ გააჩერებიებ და ბრძოლას გააჩერებიებ ხო ყველას თავიანთი ის აქვს და თავისი სტილი და აჯობის ის აქვს კარჩე მე ისმინდა და უბრალოდ მე თქვა რომ მეც ველოდებოდი ალჯოს მოგებას მეც მაგრამ არ ველოდებოდი შენსავით იმას რომ დგომში წავიდო და ეს ჩხუბი წავიდო მე მეგონა რომ ჭიდაობა იქნებოდა ძირითადად და სიმართლე გითხრა გულახდილად რომ გითხრათ ყველას თქვენს და მაყურებელსაც მერჩივნა რომ მეტი ჭიდაობა გვენახა ორივესგან ამ ჩხუბში ამ ყველაფერს ვნახეთ იმის მერე შემიძლია გითხრათ იმიტომ რომ ეს არ იყო მაღალი დონის სტენდაპი არც ერთი მოჩხუბისგან და მაგათ ჭიდაობა რო ვიცით რა დონეზე აქვს ორივეს და ორივე ძალიან ძლიერი გრეპლერია მე ვისურვებდი რომ მაღალი დონის გრეპლინგი გვენახა ამ ბრძოლაში ვიდრე ის რაც ვნახით რატო და როგორ თუ გაინტერესებთ დეტალებში შემიძლია აქ ვილაპარაკო შემიძლია ცალკე უბრალოდ სტენდაპი და სტენდაპის ცოდნა მარტო ის არის რომ ლამაზად გაიქნიო ხელი უნდა იცოდე ფუტვორკი მისდევდა ორტეგა და საჭირო უნებოდა მეხუთე რაუნდში გამიჩერდეს შე კი არ უნდა გაგიჩერდეს ის ფუტვორკი circle out-ს აკეთებს შენ უნდა მოუჭრა რო არიცი ეგ პრობლემაა მე ალჯოს ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებდა გამოსვლის დროს და ორტეგა სამწუხაროდ ვერ იყენებდა ამას და ესე შემდეგ მე ვისურვებდი რომ უფრო მეტი ჭიდაობა გვენახა მანდარი ორივე უფრო ძლიერი და თუ დაგშა ესეთი შტაბი შეიძლება რომ ახლა ორტეგა იბრძოდა გეგმის გარეშე აი როგორ უნდა მოეგო ბრძოლის აი ვაფშე არ აინტერესებდა просто 5 რაუნდის შესაძლებლად იყო და აი რაღაც ძალიან high level-ი ხო არის ახლა რეალურად რამდენი main event-ი აქვს რა შუბი რამდენი title fight-ები და ისინი აქვს და შუბარი და просто აი რითი აპირებდა მოგებას აზზე არ ვარ. გეგმა B არანაირი არ ქონდა მოკლედ რო ვთქვა რა. დააყვებოდა სტერლინგს და რაღაც პირველ რაუნდში როგორ გააკეთა ვაფშე ორი დარტყმა, ორი მნიშვნელოვანი დარტყმა. ეს შემთხვევაში ვაფშე საოცარი რაღაც იყო გაგაში. გეგმაში ან არ ქონდა ან შეიძლება უბრალოდ ვერ ასრულებდა ან არ ასრულებდა. არა, არის დღე რა თქმა უნდა, ყველა მებრძოლის კარიერაში არის დღე, როცა შენ არ ხარ შენი თავი ასე რო ვთქვა და გახარ და უყურებ მებრძოლს რა. არ გამოვრიცხავ რომ ანუ ყოველთვის ეგრე ჩხუბობდა ორტეგა გამიგე მარტო ისიც არ არის რომ რა იყო სივრცის კონტროლის როგორი იყო ან ბლოკავდა სახით ორტეგა ალჯოს ჯებს და მაშინ როდესაც მეორეს და მესამეს დრო იყო ალჯო ან მით გადიოდა რა ქვია აბსოლუტურად გადიოდა რეინჯიდან და ორტეგა უბრალოდ ზიანს იღებდა და უკან მაშუებოდა იხებდა დარტყმების მიღების შემდეგ და კაუნტერ ფილმას არ აკეთებდა არასდროს იმდენი შანსები ჰქონდა ახლა ორტეგას აქვს ბრძოლა კორეულ ზომთან ჩატარებული რომელიც სადაც კორეული ზომის შედარებით ძლიერი მიმაშინია დგომში რა ვიდრე ალჯიმეი სტერლინგი ასე რომ ვთქვა და რა მაგრა ჩაატარა ის ბრძოლა ძალიან მაგრა ჩაუტარა ის ბრძოლა იმას ასე რომ ვთქვა რა კონტრშეტევები გადახრები აქ ნული გადახრა ქონდა არაფერი არ გაუკეთებია წესიერად ხო ეგ არის რა ხო რა ანუ გამიკვირდა ეს რომ ეს მომენტი როცა დაიწყო გლობში მაგი მომენტი გამიკვირდა უბრალოდ თუ სად არის გადახრები სად არის ეს გუნში დაყვები სად არის ბუდავში ყველა დარტყმები რა
და ანუ თავიდანვე გასაგები იყო რომ ეს ბრძოლა მძინარე ორტეგასთან ერთად ჩატარდებოდა რა, იმიტომ რომ როგორც ვნახეთ აწომებს შეიძლება წონა რო არ დაიკლო, იქეთ დაეხმარა ორტეგას რა, იქეთ დაეხმარა. ვიცი როგორც არა, არავინ არ იცის რა ხდება ადამიანის ცხოვრებაში, მებრძოლის ცხოვრებაში, იმის უკან რა. მაგრამ უბრალოდ ის არის მთავარი რომ გარდა იმისა რომ შეიძლება ვიღაცას არ გაუმართლოს და რაღაც ისეთი მოხდეს, მაგის მიღმა მაგას თუ არ ჩავთვლით, საუკეთესო მებრძოლები ყოველთვის ახერხებენ აი მენტალურად აი ამ ბარიერის შექმნას თავიანთი პირადი პრობლემებსა და ბრძოლას შორის და გამოდიან და პერფორმენს დებენ რა. ეგ არის მთავარი განსხვავება ჩემპიონებს დიდებულ, გამონაკლისები ეგრე შვებიან რა. ეხლა დარწმუნებული ვარ თოფურიასაც და დვალიშვილსაც აქვს ისა რა ქვია მაგრამ ქართველებზე რო ვთქვათ რა, ამიტომ ქართველი მაყურებელია ჩვენ ძირითადად, მაგათაც აქვს პრობლემები ცხოვრებაში, მაგრამ ბრძოლის დღეს ეგ ყველაფერი არაფერი არ ითვლება და არ ჩანს, რასაც გაჩვენებ ისა მთავარი. მე დარწმუნებული ვარ და დეპრესიული ტიპი. ბიჭო, მე დარწმუნებული ვარ ეგენი ეხლა ერთად სვამენ იმას, იამაიკურ რამს, Fang Harbors. კი ბატონო. აი, ეს მინდოდა უბრალოდ მე თქვა რომ ცოტა არ იყოს ვისურვებდი ჭიდაობას, უფრო გრეპლინგს, უფრო სწორად და ტრანზიშენებს, პოზიციურ ბრძოლას და ასე შემდეგ, რომელიც არ ვნახეთ, იმიტომ რომ მაგრამ ახლა ინიციატორი ფაქტორად მხოლოდ სტერლინგს შეიძლება ყოფილიყო მაგრამ. იმიტომ რომ სტერლინგი იყო დომინანტი მებრძოლი, ეგ კითხულობდა, ეგ უკან ნახობდა ამ ბრძოლის იმას, რა ქვია. მიმდინარეობა საით წავიდოდა და როგორ თითქმის. თან ახლა ორტეგაზე კიდე რო დავილაპარაკოთ, ხო? დიეგო ლოპესის ბრძოლის მერე მეგონა რომ ძალიან უნდა გაიზარდოს. და არაც ცოტა უკან წასულიყო, ან დიეგო ლოპესის ბრძოლისთან მერე, ხო, მეგონა რომ თუ სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს, როგორც ახლა კაი გახსოვთ კორეულის ზომბის წინ როგორ მოემზადა, რაღაც ვაფშე ახალი ორტეგა დავინახეთ რა, რაღაც სასწაული ორტეგა დავინახე. მე დავინახე ანუ რა, იმიტომ რომ მაგ ბრძოლას ვაკვირდები, მაგის ბრძოლას კარგად ვაკვირდები და რაღაც აი ვაფშე მეგონა აი ძალიან დგომში მეგონა რომ უეჭველი მეტი უნდა ყოფილიყო რა, ანუ უნდა ყოფილიყო დგომში მეტი. შედარებით მეტი უნდა ყოფილიყო და რავი რა, საბოლოოდ გავახშა როგორც აღმოჩნდა, ვაფშე სულად მისი დღე არ იყო რა. მაგრამ ფიქრი აქვს ბევრი აშკარად თავის კარიერაზე, რა უნდა ქნას აწიწინ, როგორ გააკეთოს. ისეთი ბრძოლები არ მარცხის შემდეგ მართლა მოიმატა მაგის სტრაიკინგმა რა, მეც ეგრე მგონია რა. დღეს არაფერი არ იყო მომატებული და წინა ბრძოლაში კი. დღეს მე ველოდი რომ აი ძალიან მოიმატებს მეთქი და ხოლმე ხო არის მებრძოლი ხა. ორტეგა ისეთი მებრძოლია, რაც ყველა წაგების მერე უფრო ძლიერი და საინტერესო დაბრუნებულა და განვითარებული დაბრუნებულა ასე რომ ვთქვათ რა. ზომბისთან როგორიც ვნახეთ ეგ, ეგეთი ყოფილიყო დღეს ალჯოსთან და ამდენი ხანი გაჩერდა. უეჭველი მოუგებდა. არა, უეჭველი შეიძლება ვერ მოიგო, იმიტომ რომ ალჯო იჭიდავებდა იმას რომ დგომში პრობლემები შეექმნა. ანუ მე ვიზახ რომ გაჩერებოდა ამდენი ხანი დგომში ალჯო, ხო? ხო და მე ველოდებოდი უბრალოდ რას, იცი, ყველაზე მეტად სხვათა შორის ხუჩა მთელი ბრძოლა ველოდებოდი, მეთქი რომ დაუბრუნოს ცეცხლი ორტეგამ, მაინტერესებდა რამდენი ხანი გაჩერდებოდა ალჯო დგომში მაგ შემთხვევაში და ბოლო რაუნდამდე ვერაფერი ვერ დაუბრუნა, რეალურად მნიშვნელოვანი რა. ალჯოსთვისაც აღნიშნე არის, რომ აი ჩეკ ჰუკი ქონდა ერთი რა, რაც ქონდა ახლა კარგი ინსტრუმენტი, ჩეკ ჰუკი იყო საკმაოდ ისეთი რა, ისეთი გადიოდა ყოველთვის უხურავდა მაგ ჩეკ ჰუკს. რამოდენიმეჯერ მაგის გამო კი გაატარა მარჯვენა პირდაპირ, იმიტომ რომ წაკითხავდა ჩეკ ჰუკი ქონდა რა. მაგრამ საინტერესო ჩეკ ჰუკი იყო რა. ზოგადად ჩემთვის საინტერესო ბრძოლა იყო, რაღაც ახალი იყო ასე რომ ვთქვათ რა. ისეთი რაღაც მოხდა, რასაც არც არ ფიქრობდით და რაც არ ველოდით რა. და მასეც იყო. ანუ ზოგადად აი რაღაც ახალი დაიწყო და რაღაც ახალიც მოხდა ჩხუბში. ახალი რაღაც არეულად ჩხუბი დაიწყო და არეულად მოხდა მთელი ჩხუბიც. კი ბატონო. საკმაოდ საინტერესო ბრძოლა იყო ერთიანობაში რა. მოკლედ რა, ანუ ეხა შეფასება ჩინელებზე რა, ბოლოს რო ხვიჩა იყო ჩამოსული, მაგისგან გავიგე რა, რომ დღეს რო გებაზრებოდი რომ ტიბეტელები, მაგრები არიან მეთქი რა. ხო. იმიტომ რომ ხვიჩა მითხრა რა, რომ ძირითადად რო ხდებოდნენ, ყველაზე მაგრები აღმოჩნდნენ ტიბეტელები რა. დღეს სხვათა შორის 7 მებრძოლი და მგონი 5 იყო ტიბეტელი რა და ყველა მოიგო რა. მაგარი გამოსვლა ქონდა. ტიბეტელი მწიგულები არიან და მთიდან გაბანდა სერიოზული არის ხო ისე მოგაცულ. დღეს მე და რომი ვიძახით რომ ისა აღმოსავლეთის კავკასიელები არიან. ხო, აზიის ისინი არიან კავკასიელები. ეს main event-ზე სიმართლე გითხრა ხო, ჯონი უოლკერი არის one of the most hated fighter
ხოზე ხარა მაგრამ არ მევასება მაგ იმებწოლე რა აი არ მევასება აი ხო იცი არც მისი ეპოტაჟი არ მევასება არც მისი გამორახტოები არ მევასება ძალიან ეპატაჟი კომიკოსია უეჭველი ზოლის სტილი არ მევასება პირველი რაუნდი რაღაც დეჟახა წეიქცა რაღაც კაჯუბა კაკეთა ყვაზე ხარა როგორც ჩხუბი დაიწყო ისე მოიგო განა მაგრამ მოიგო რამის კი არ უკარგავთ ახლა რეალურად ქალსკეკიდან დააჯინა და კიკეფაში დააყოლა ბოლო დარტყმა მაგრამ ნუ ახლა მოიგო საღოლ რა ვერ დაუკარგავ ჯონი ვოლკერს ვერაფერს მაგრამ რო აი რაღაც რო დავილაპარაკოთ მაგ ჩხუბზე ძალიან ძნელია გავაჩი რა ანუ რაღაც რო ანალიტიკა გავაკეთოთ ძალიან რთული ანალიტიკა არის მაგ ჩხუბში ასე რო ვთქვათ რა ჯონი ვოლკერის ჩხუბიდან რო გავაკეთოთ რაღაც ანალიტიკა რა ქალსკეკიდან დააჯინა და დააყოლა გრაუნდ პაუნდ ჯონი ვოლკერი და დუპლესის ჩხუბებზე რა უნდა გავაკეთო ანალიზი ყველაფერი არის მოქნეული და გავარდნილი და არასწორი და სანამ არ შეხვდა ჩიმაევს რა ქვია დუპლესი მანამდე ვერ მიხვდა ვერავინ როგორ უნდა მოუგო ამ ადამიანს და ნუ იქ კიდე სხვა პრობლემები იყო ცალკე კიდე ჩიმაევის მხრიდანაც და მაგ ჩხუბში ზოგადად მაგრამ ზოგადად მაგალწონებში რა თქმა უნდა ჯანს აქვს და ფეთქებადობას მისი გადამწყვეტი მნიშვნელობა რა მაგრამ 84-ში რეალურად დიდი მნიშვნელობა აქვს მაგ ფეთქებადობას მაგ ჯანს ჩინელები ზოგადად ხო თან ვერ არიან მაგ ჯანზე ხო ясно შენ თუ გახსოვს ქუჩა ერთი პერიოდი ხალხს რომ მართლაც ჯეროდა სერიოზულად განიხილავდნენ იმას რომ ჯონი ვოკერი ჯონ ჯონს პრობლემებს შეუქმნისო 200 ფუტშიო რა გახსოვს ეგ პერიოდი გახსოვს და მე მეკითხებიან მაგ დროს ჯონი ვოლკერის 3-0 იყო და მე აი მაგ დროს უკვე არ მევასებოდა მაგითი ამას განიხილავდა მთელი ამერიკული პრესა და მედია ესე იგი სერიოზულად გაიგე და ეხლა დღეს მეკითხებიან რატო აღარ უყურებო არავისო რა ესეთი რაღაცებს გამო არ უყურებ არავისო იმიტომ რომ ეგეთ რაღაცებს რო განიხილავდნენ სერიოზულად ბიჭო ყველას მაგიტომ ეგონა რა ჯანგი ფავორიტი იყო და თითქოს არავის ეგონა რომ ვოკერი გაიმარჯვებდა რა იმიტომ რომ he been chinned too many times that this Jangi man he puts you out in round 1 რა პირველ რაუნდში იგებს ხოლმე რა და რავი რა I had ყველას ჯანგი ყავდა მგონი რა არჩეული რა I had jang bro არა ჯანგი ანუ რეალურად ფავორიტი იყო პირველ რაუნდში მისი ფავორიტობას კი დაამკვიდრა ასე რომ თქვა და ნორმალურად ჩაადარა საკმაოდ პირველ რაუნდში ჯონი ვოლკერს რომ მომგო ზოგადად არაფერი არ ასაჭირო ზოგადად ნორმალურად იდექი და თვითონ წააგებს მაგის შენთან ჩხობს რა და აი ახლა ჩინელების პრობლემა როგორ არის იცი აი აი როცა მე გოგოების ჩხობს უყურებ ხო ზოგადად შეიძლება ცოტა სექსისტურად ჟღერდეს რა მაგრამ არასოდეს არ ვამბობ რომ გოგოებში არ უნდა აირჩიო ფავორიტი ანდერდოგი რომ არის ვის რა დღექნება ჩინელებთანაც მსგავსი რაღაც მიმართულება აქვს ასე რომ ვთქვათ რა დიდი მაღალ ჩინელებთან იმიტომ რომ არის მაგნერი მომენტი ახლა რა რომ რეალურად ფაქტობრივად ხო აი პროსტა ჯანით მოუგო ახლა ჯონი ვოლკერმა პროსტა თავს დაესხა მეტი რეალურად ხო არაფერი არ იყო პროსტა თავს დაესხა ხო აზე ხარ რა ნებისმიერი ტოპი მაგზონაში ხო ახლა თავს დაესხმები და ტვინს დაგასხმევინებს ხო აზე ხარ რა და დაკონტროლს და დაგიჭერს და ვერასოდეს ვერ გააკეთებ რა მასე ეხება კიდე ჩინელების მომენტს რა ანუ რთულია რომ ჩინელი ძალიან მაგარი ფავორიტი იყო ეს რა ქვია ჟანგი რა ძალიან მაგარი ფავორიტი ხო აიმენა ისაქნა რა ქვია ლაშქრობა მოუწყო რა უბრალოდ რა აი გოიცი რა მაგარი 300 კაციანი რაზმი რო ყავს მაგრამ შენ 3000-ით რო დაადგები და პროსტა რაოდენობის ხარჯზე რო მოვის არა და ესენი მაგრები რო არიან ბაიგეთ დაახლოებით რა არანაირი ანუ მე არ მიყვარს ჩხუბები არ მიყვარს ახლა პირადული არაფერი მაგრამ მე თუ არ მიყვარს დიდი ამბავი ზოგადად ვიძახი მე მიყვარს ფუნდამენტალურად გამართული და განათლებული მებრძოლები რა რომლებსაც შეუძლიათ აშიგადაში რაღაცა მის რა ქვია კრეატიულობის გამომჟღავნებაც ფუნდამენტურად ძირითადად მაინც ფუნდამენტალური რაღაცები იგებს ჩხუბებს და ჩემპიონები ვინც არიან დიდი ჩემპიონები ყველას კარგი ფუნდამენტალური ბაზის რაც აქვთ კარგად ამ კაცს მე ეს არის MMA-ის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ანომალიური და ენიგმატური მხარე რომ ამ სპორტში ისეთი ხალხი იგებს ზოგჯერ და ისეთი ხალხი ხდება ჩემპიონიც კი ხშირად რომ ვერ ხსნი ხოლმე როგორ რა აი რანაირად მეთქი
ეს არა, როგორ ჯონი ვოლკერს რა თქმა უნდა ყოველთვის აქვს პანჩერის შანსი, მაგას ჩვენ ვერასოდეს ვერ უარყოფ, იმიტომ რომ ფეთქებადი და ძლიერი არის რა. მაგრამ ჩემი თვალსაზრისით ხო, ჯონი ვოლკერი არის უბრალოდ ნორმალური შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფრიკი. ანუ უბრალოდ ყველაზე რატომ ხარა სანამდე მივიდიოდი იცი უცებ დავამთავრებ ჩემს იმას ამიტომ ეძახიან ბოქს კრივს მეცნიერებას და ჩვენ MMA-ჯერ მეცნიერების დონეზე არ ვართ იმიტომ რომ მეცნიერება ზუსტი რაღაცაა და ბოქსში ისეთი რაღაცეები ვერავის ვერ მოხდება რაც ხდება MMA-ში ბოქსში თითქმის ყოველთვის უკეთესი ბოქსერი იგებს მაჩს და ტიტულს MMA-ში ძალიან უაზრო რაღაცეები ხდება ხშირად ძალიან და ეგ იყო სულ რაც მინდოდა მეთქვა hard to disagree. ან მაღალ ზონებში ბევრს ნიშნავს ეს ჯანი. ხო და ჯონი ვოლკერი ჩემი აზრით ხო აი ფრიკი არის, შერეული MMA-ის ფრიკი არის რა, UFC-ის ფრიკი არის და საყურებადი არის, ანუ რეალურად ხო რეფლექსები ხო გამოიწვევს, ახლა წარმოვიდგინე ჩემ დაჟე მე რომ გამაცდევიო რაღაც ნეგატიურიც არა, მაგი ხოაზე ხარ ასეთი ემოციები რა, როგორც აი ფრიკია და მაღიზიანებს ზემოთ თქვა, ხოაზე ხარ რა, არ მევასება ხო, მაგ ემოციებსაც ხო მაცდევიერ და ხო მაგი ხო ყველას რაღაც ემოციებს ახატინებს. So UFC-თვის მაგი უკვე საკმარისი არის. მეტი არ სჭირდება UFC-ს. ჯონი ვოლკერის მაგი დავალება არის, ჩავიდეს ვინცხასთან, შეხვდეს მაგამედ დანკალაევს, რომელიც ახლა რეალურად ძალიან მაგარი მებრძოლია UFC-ის ჩემპიონია და აბუ-დაბიში ეჭხბოს, რაღაც სანახაობრივი გახადოს, მაგრამ როგორც მაგამედ დანკალაევთან რატო ეჭხბო მაგა, ხო? იმიტომ რომ სანახაობრივი გახადოს მაგამედ დანკალაევის ჩხუბი ფაქტიურად რა, თორემ მარტო მაგამედ დანკალაევმა მაგამედ დანკალაევის ნაირს რო ეჭხბოსო, აი ვაფშე ყველას ფეხებზე იგიდება. დაждებიან ერთმანეთს თავს უყნევენ. კომიკოსია რა. ანუ მისი ფრიკ გართობა აქვს, ესე რომ ვთქვათ რა და ანუ entertainment-ია. რა თორე რაღაც რა რეკორდი აქვს, 8-5 აქვს რეკორდი UFC-ში და ამ ჩუბამდე ვაფშე 7-5 ქონდა UFC-ში რეკორდი, ახლა რა ის ტოპზე არის საუბარი და ვაფშე რაზე არის საუბარი, მოკლედ რო ვთქვათ რა. ანუ მე მაგრა არ მინდა რომ ეგრე მოვიდეს, ანუ Loner Kavanas რა. ამ ნოკაუტით და აი ეს ბრძოლა სპეციალურად მინდა ამოვირჩიო ამ კარტიდან რა. იმიტომ რომ აი ეს ბიჭი მართლა ძალიან ის არის რა, დიდი ტალანტი არის რა. მოდი რა პირველ რაუნდში რაც ნახე, როგორ ვისიამოვნე, იცი? ანუ კავანით აი მეთქი ეს ბიჭი არის მართლა რა. This new ახალი generation of ანუ თან ყველანაირი სკილა აქვს რა. დგომში კომბინაციები ხო რა. და ერთი რაღაცა ვიფიქრე, რომ აი მარტო ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული რა. და ახალგაზრდა არის UFC-ში მარტო ორი ბრძოლა აქვს, თუ არ ვწდები. მე გადაამოწმეთ, მაგრამ როგორ იყო ამ ბრძოლამდე და ეხლა 9-1-ია ძალიან ცუდად წააგო, ძალიან ცუდი რაღაცა გააკეთა რა. ბიჭო და რას ვიძახდი, რომ ძალიან ადრე მისცეს, ანუ ძალიან გამოცდილი ადამიანი, რომელიც არის top 15-ში ძალიან დიდი ხანია რა. ხო, მაგრამ გამოცდილების ხარჯზე მოუგო იმან რო თქვა არ იქნება მართალი. იმან მოიგო სულთან იმის ხარჯზე რომ ამან გააკეთა ისეთი შეცდომა, რასაც აკეთებენ ბიჭები, როდესაც პირველად მოდიან დარბაზში პირველ დღეს რა. ხო და გამოცდილებაზე არიან. არ იყო გამოცდილებაზე იქნებოდა თავისი გამოცდილება versus არა, გამოცდილება არაფერ შუაში არა გეუბნები. ის როდესაც ისეთ შეცდომას უშვებ, რასაც აკეთებენ ადამიანები, რომელსაც ჯერ ჩხუბიც არ დაუწყიათ, ეგ მან გამოცდილება არაფერ შუაში არა, ეგ არის უბრალოდ შეცდომა. ეგეთი შეცდომა მაგან შეიძლება დაუშვას, ეგ არის ჩვევა, არასწორი ჩვევები. მოდი აბა ეგეთი რაღაც მაგან შეიძლება დაუშვას 10 ჩხუბის მერე ისევ რა. მოდი აბა test me here. ანუ ჩვენ ხო არ გვიბაზრია რომ რატომ ხო? აი მე გავიხსენებ თუ რა მოხდა და აი რაში იყო მისი downfall რა. ჩემი აზრით ზედმეტად გადავიდა grappling-ზე და დაიღალა. აი მეორე რაუნდი იყო რომ გილით ჩამოებღოჭა და from standing took into guillotine და დიდი ხანი ყავდა. ხო? და მაგის ხარჯზე მერე ძალიან დაღლილი იდგა რა და დაიღალა ანუ რა მაგის ხარჯზე რა. გასაგებია უბრალოდ ანუ რა იყო მისი შეცდომა მაშინ მაგას ყოველთვის იქნება ეს ფაქტორები დაღლა
რაღაც ტკივილი, რაღაცის ტრამვა, ყველაფერი, მაგრამ არის რაღაცები, რასაც მექანიკურად აკეთე, რაც უნდა დაღლილი იყო, ისეთ დაღლილი არ იყო, ეგ რომ ხელები ვერ აეწია რა, ეგ არ იყო ეგეთი მტარი. ეგ არის უბრალოდ ჯერჯერობით უნარების ჯერჯერობით იმედია, უნარების არ ქონა და გამოასწორებს იმედია. უბრალოდ ეს ისეთი ჩვევასავით იყო, რამდენიმეჯერ გააკეთა ეგ, გამიგე, ჩხუბის განმავლობაში. და არ უნდა გააკეთო ეგეთ რაღაცები, როდესაც კლინჩიდან separation-ს აკეთებ და ხელები ჩამოყრილი გაქვს, ადამიანთან რომელსაც შენზე გრძელი ხელები აქვს, ეს არის უპატიებელი შეცდომაა ეს და არ შეიძლება ეგეთი რაღაცა. ხო და რა ვიცი, ნიჭიერი ბავშვია ძალიან, იმედია დაისვენებს, ეს ცუდი ნოკაუტი იყო, იმედია დაისვენებს, კაი ხანი 1-7-8 თვე მაინც და იმუშავებს ტექნიკურად, აი ამ ტექნიკურ დეტალებზე და დაბრუნდება, იმიტომ რომ მაგარი ბიჭია. დღეს მაგ ჩხუბშიც კიდე ერთხელ გაცილებით უფრო ნიჭიერმა, გაცილებით 100-ჯერ უფრო ნიჭიერმა მოჭხუბარმა წააგო ნოკაუტით მაგ ბრძოლაში რა. საოცრად არა პროგნოზირებადი სპორტი არის ეს MMA და ხდება ეგეთი რაღაცები, რას ვიზამ, არაერთხელ გვინახავს ჩვენ ტყავზეს გამოგვიცდია ბევრჯერ და ესე შემდეგ და ხდება რა. თვითდაჯერებაში ძალიან მთლად უნდა იყოს ადამიანი თვითდაჯერებულობაში, ხო იცი? ადამიანი დაუმარცხებელი როცა ხო, შენ ცოტა აურა გაწუხებს დაუმარცხებლობის და გავიწყდება რომ იქაც ადამიანი გებრძვის. ბევრი რაღაცაა, ძალიან ბევრი რაღაცაა რა. უბრალოდ თვითონ შეცდომა იყო ისეთი, რასაც აკეთებენ, აი ჯერ ჩხუბი რო არიციან ეგეთი ხალხი რა. აი დარბაზში მოგინახავს პირველად რომ მოვა ბიჭი და ხელს რო ჩამოყრის და ფეხს რო იქნევს leg kicks ან რაღაცა ან რაღაც ეგეთ რაღაცებს რო აკეთებს რა სისულელეებს და რო ასწავლენ ნელ-ნელა რო აწყობ მაგისგან მებრძოლს. აი ეგეთი რაღაცა გააკეთა რა. ბევრი მებრძოლები ახლა სახელებს არ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ბევრი მებრძოლებს აქვს პრობლემა რომ გამარჯვების სერიაზე რო დგებიან რაღაც მომენტებს რო აღწევენ, ხო, ცოტა ისჭირდებათ, რა ქვია რა, ანუ ჩარჩოებში დაბრუნება ჭირდება და ხოლმე მაგ ჩარჩოების გასვლა, ხო, იმ სიტუაციაში გაგდებს, რომ შენ ღებულობ შენ თავზე, კაროჩე, იმას რაც არ უნდა იყო შენ თავზე რა, ანუ რაღაცა გავრცელებული შეცდომა მოჭიდავეები დაიწყებენ კრივში მუშაობს. აი ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის, როცა მოჭიდავე, რომელიც არის კარგი მოჭიდავე, გონია რომ აი მობეს დაჭიდაობა შენი სიძულველი არავინ არ ყავს და იწყებს გომში ჩხუბს. და ბოლოს იჯერებს რომ ბოქსერია მე სადღაც რა. და რაღაც დაემთხვა რომ გაუმართლებს ეს 5-6 სპარინგი გაუმართლებს, კარგად შეუდგება და საბოლოოდ გავა ვიღაცასთან და იდე რა არის ის ვიღაც ყუდაბანკებს. იდე რა არის, იცი ხუჭა, შეცდომები ხო არსებობს სხვადასხვანაირი, ასეთი სხვადასხვა დონის, სხვადასხვა სახის და შემდეგა სავალალო შედეგი, ან შედეგები ამ შეცდომაზე ყველა სხვადასხვანაირი. ეხლა ამბიც მაგალითად არ გამომართლა რა. ეხლა თოფურიამას მაგარი შეცდომა დაუშვა ჰერბერტთან, გვახსოვს ჩვენ, კიკბოქსიორ კაცს, ამ სიგრძე კაცს, კიკბოქსის დისტანციაში ჰუკების მოქნებას დაუწყო და მოხვდა მაგასაც მაგარი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ილიას გამომართლა, გადარჩა, არ დაუკარგავს წაუგებელისა და გავაგზელეთ რა და ამას ლიანდაგებიდან არ გადაუგდია ილიას კარიერა მთლიანობაში დიდად რა, პირიქით მაგრამ მოიგო მე ეგ ჩხუბი. ამ ბიჭის კარიერა უკვე ახლა დაიძრა სხვა ლიანდაგებზე გადავარდა რა და ჭირდება დრო რომ დააბრუნდეს და ესე შემდეგ. ყველა შეცდომას, ყველასთვის სხვადასხვანაირი შედეგები მოაქვს რა. ილიას თომაგარი დარტყმა მოხდა დაჟე ვიდრე ამბიც რა დღეს. თოფურიაში კაგრას იმის შემდეგ უბრალოდ გავს ჩვენ თუ ლაპარაკობდით აქა და მაგას ვამბობდით რომ აი თოფურიამ თუ გეიმ პლანი არ გამოიყენა თუ რაღაც არის ხნა რა ქვია არ მოვიდა ძალიან ჩიხავს ძალიან აგრესიაზეა გადასული მეთქი და შემდეგივე ჩუბიდანვე უკვე ძალიან ვიწრო დაიწყო მუშაობა. შვიდად გამოვიდა და შეიძლება ესაც ყოფილიყო თოფურიას ერთ-ერთი მარცხი კარიერაში, მაგრამ ახლა კარგად დამთავრდა სასიკეთო დამთავრდა. აი მასე ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ძალიან წამის ამბავია და ერთმა წამმა შეიძლება აბსოლუტურად სხვა მიმართულებით გაუშვას მთელი კარიერა რა. ხო და კარგია, მე იმას კი ვიზავ, პირველი კარგია ილიას შემთხვევაში გაუმართლა და ასევე ჩვენს გაგვიმართლა, იმიტომ რომ უკეთესმა მოჭხუბარმა ილიას შემთხვევაში არ წააგო, მაშინ როგორც დღეს თქვა კავენაგმა რომ წააგო. იმიტომ რომ წაგვართმევდა ნაადრევად ვარსკვლავს, ხო, სპორტიდან და დაიგვიანებდა ილიას ვარსკვლავის განათება და როცა ხდება ეგეთ რაღაცები დასანახი, ახლა ეს ბიჭი აშკარად ძალიან ნიჭიერია, ძალიან ნიჭიერი ბავშვია რა. და მაგრადაც მოძრაობს და ყველაფერი, მაგრამ ერთი შეცდომა სავალალოდ დამთავრდა, აღარ წაიღო კოკამ წყალი და всё, ეხლა მაგისი დაბრუნება სპორტში უკვე
თუ სწორად არ დაბრუნდა, შეიძლება სხვანაირად წავიდეს. შეიძლება ეხა ხო იცი მოჭხურები როგორ არიან, შეიძლება იფიქროს არავის ეხა ჭუბი მინდა ისევ, ისა მალე დაბრუნდეს, არავის დაუჯეროს, კიდე წააგოს, იმიტომ რომ რეაბილიტაცია არ მოახდინა სწორად და დაუკარგოთ მაგარი პოტენციური ჩემპიონი, გამიგე? ხო და იმედია ეს არ მოხდება. მე მხოლოდ გავს ამის სიტუაციაზე ვაზე წარმოიდგინე ალექსანდრე ვოლკანოვსკი რო დაბრუნდაო იმის შემდეგო რა ქვია მახაჩევის ნოკდაუნის შემდეგო რომ დაბრუნდა და თოპურიასთან რო შევიდა ქეიჩიო მე ახლა მისგან შეეცდო მაგრამ წარმოიდგინე შემდგე მაგას გეუბნება ალექსანდრე ვოლკანოვსკი გეუბნება მაგას ხოძე ვარო რა როგორ ვერ დაუჯერებო როგორ არ უთხრა მაგრამ ბიჭო ვოლკანოვსკი უკვე ლეგენდა იყო უკვე ამდენი დაცვები ქონდა და სხვა სიტუაციაში იყო და მაგ დროს უკვე ამდენი ხანი ჩემპიონი რო ხარ იგი 1 და 2 წაგება უკვე შენს მემკვიდრეობას ისე ვეღარ დააზიანებს და როდესაც ნიჭიერი ხარ მაგარი ხარ და ჩემპიონობას ჩანს შენს პოტენციალში და მაგ დროს რაღაც ისეთ შეცდომა მოგდეს რაც ვაფშე გაგდებს კლდიდან ხო ეგ უკვე ისა შეიძლება ვერ დაბრუნდე იმ კლდეზე ვერასდროს და მაგიტო ტეხავს გამიგე ანუ სანამ ჭროლაზე ახლა თასვლელი რო ხარ მანამდე თუ ჩამოვარდი და მოკვდი არავის არ ემახსოვრება შენი სახელი და თასვლელი რო ხარ და ახვალ იმ მწერვალზე და იტყვიან რომ აჰა ავიდა და ეს ჩემპიონია და მე მეორე დრო ცდილობ მაშინ თუ ჩამოვარდი ეგ უკვე ხუინია არაფერი არ უჭირს მაგას რა იმიტომ რომ ერთხელ ხაინც ხო ქენი შენ ჩემპიონი ხო გახდი მაგრამ ეხა ამ ბიჭს ძალიან დიდი რისკის ქვეშა აქვს მთელი კარიერა აი ამ წუთას აი მომენტში სათუთად და ფრთხილად არის გასაკეთებელი ჩემი აზრით ყველაფერი რა ბიჭო გადასვლა უნდა გავაკეთო რა და თან მაგარი რა ეხა იძახდი რომ გამართლებაზე არისო რა ბევრი რაღაცაო ხო ანუ მაგალითად ჩვენ რო გაგვიმართლა მარლონ მორაესთან კით პიტერსენი რო იყო და არა მარკ გოდარდი არა მარკ გოდარდი ამდური რა გინდა შენ დღეს კარგად გააკეთა ხვიჩ გითხარია ბა მიშელ პერერა ისა დოკასის ფინიშის სიკვენსი თუ ნახე ახლა მარკ გოდარდს აქვს ახლა მაგნერიტვისება რომ ჩემი აზრით ხო სიმართლე გითხრათ ხო მე მარკ გოდარდის სტოპეჯები არ მაქვს არანაირი ნეგატივი მარკ გოდარდის სტოპეჯების მიმართ რომ ზოგადად ანუ რა რომ მარკ გოდარდი ნორმალურად აჭერეს მარკ გოდარდი აფრთხილებს ხო შენ იცი ხო შენი მსაჯი შენი რეფერი ვინ არის ახლა და ყურადღებით უნდა იყო მაქსიმალურად რა როცა შენი რეფერი მარკ გოდარდი არის განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყო ასე რომ მე კაი საჯია მე მომწონს ძალიან რაღაც მე არ მაქვს არანაირი ნეგატივი მაგის მიმართ არის ახლა არის ხოლმე ხერბდინი უშვებს თუ კვდება ანუ ხო ასე ხარა ისეთ სიტუაციებში აგდებს რა და მარკ გოდარდს ხო ზატო ის ანუ რო შევთქვა თავის სიმართლეში მარკ გოდარდს ისეთი სეივები აქვს განაკეთები ხო რომ ხვალ ადგება იმას UFC-ს კონტრაქტი აქვს ოსო კარიერას გააგრძელებს ფულსაც იშოვის და ის კამარიც ნუ მისაღწევია იმასაც მიაღწევს მაგით არ არის არანაირი პრობლემა ის არის გადავი რომ ანუ მარგოდარდი ხოლმე ვაფშე გაჩერებულ პროსტა ხელებს აწევს და ცოტა შეედრო შეტრიალდა აი ეს მაგნერის ხუბისაც აჩერებს რა ერთ-ერთ საჩაც ვიცნობ მასეც აქ მუშაობდა UFC-ში მუშაობდა რა ანუ კაი სტოპიჩი იყო ხვიჩი ეს მიშელ პერერასთან ბიჭო რო ადგა ის კაცი აი გარბოდა ერთი წამი რა რო გააჩენეს ბიჭო უყურე აი ესე უყურებოდა რატო ვინ გამაჩერეო სამიდიუარო გაიგე ხო ანუ როგორ აიცი ჩვენ ახლა ანუ ზოგადად საჯების ინსტრუქტაჟი როცა ხდება ხო ახლა ჩემი ბიჭებიც ყავს მომზადებული მსაჯებად და UFC-ს მსაჯებსაც უმუშავია აქ ეგლის ფაიტნაიძე UFC-ს ლუკაშ ბოზაცკი მუშაობდა UFC-ში რომელიც მუშაობს უშუალოდ UFC-ს ივენტებზე მუშაობს მაგი და SWC ივენტებზე მუშაობს ხო რა და აი ძალიან გამოცდილი მსაჯია და მაგას აი წარმოიდგინე მაგას არ აინტერესებს ვაფშე როგორ გამოიყურება თვალებში თუ ჩახედა მე ბრძოლას მაგი უყურებს თვალებში ვისაც ურტყამენ იმას თუ ის კონტაქტს ხედავს რომ იმას კონტაქტი აქვს დაკარგული ხო შენ ახლა როგორ გირტყამენ და მარჯვნივ ვიყურებოდე თვალები მარჯვნივ ვიყურებოდეს ხო მისთვის უკვე ეს არგუმენტია წარმოიდგინე რა და ამავე დროს შიმაგ ტიპ შეიძლება full mount-ზე აჯდეს ახლა ჯუბაბერიძეს ჩუი მაგან არ გააჩერა მაგალითად სადაო მომენტი იყო და მე ვილაპარაკი საინტერესო იყო ჩემთვის რა იმიტომ რომ ჩემთვის ვერ იცავდა ახლა ერთ ჩერჩხუბზე ჯუბაბერიძესთან ვერ იცავდა მეტოქე თავს და ლუკაში იყო მაგამ საჯი თან მაგარი მსაჯი არის ვიცი რომ მაგალითად რატო არ გააჩერე მეთქე სულ კონტაქტში იყო მეორე ქვედა მებრძოლეო რა
კი მესამე რაუნდის მეორე ნაწილი იყო, მაგრამ სულ კონტაქტში იყო, სულ ცდილობდა როცა ურტყამდა, აი, ვთქვათ, რომ უპასუხო ალბათ 15-16 დარტყმა და გაატარა ქოვიდან მებრძოლემ რა, ჯუბას მეტოქემ. მაგრამ სულ კონტაქტში იყო, თვალი არასოდეს არ არევიაო, ან ეხუტებოდაო, ან იმაშობოდა, ბოლოს კი გააჩერა რა. და ეს ეხა როგორც კი ხედავს მსაჯი, ხო, ერთი კამარზე ბრძოლაც გააჩერა ჩემ თვალწინ მასი რა, როგორც კი ხედავ რომ თვალები ან გადაატრიალა, ან მებრძოლეს არ უყურებს მეტოქესო, ხო? ჩემს უკვე ეს დამინჯერეთ უკვე ნიშნავს რომ ისაო და ანუ როგორც თქვა რა, რომ ხო გააშველა და ის არ იცოდა მეორე, სად იყო ის არ იცოდა მეორე. ანუ მაგ მომენტში როგორც რომ თქვა რა. ბიჭო, მაშინ პირველივე დარტყმაზე სანამ დაეცემოდა ხო, ქონდა თვალები წასული, ჰაერში აუტ იყო რა, მაგრამ რომ დაეცა ხო აღარ იყო აუტ. ხო, კიდე დაცემიდან გაუმდინარე საქმე მნიშვნელობა. გიორგა, მინდა ხოლმე რომ ზოგჯერ შევაგდო კლეტკაში რა ერთი რაუნდი. ანუ დაცემასაც აქვს მნიშვნელობა, იცი? შენ როგორ ეცემი მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საჯის თვალსაზრისით რა. იმიტომ რომ არის უცა ეცემი გონებრივად არის უგონოდ როცა ეცემი რა. ბიჭო, რა მაინტერესებს, იცი? ანუ ჰაერში იყო ხო არის რომ დაარტყამ. სანამ დაეცემი, ხან ნოკაუტში, მაგრამ რომ ეცემი, თვითონ ის ეფექტი დაცემის თვითონ გაფხიზლებს, ხო? ხო არის ეგეთი მომენტები. დაცემისა შეიძლება მეორე დარტყმამ გამოგაფხიზლოს. ხო, ხო. ეხლა სახით ყვევით თუ ეცემი ყოველთვის გააჩერებენ ჩხუბს. უკან ზურგისკენ თუ ეცემი, ხო, მაგ ყოველთვის გაძლევენ შანსს, ესე რომ ვთქვათ რა. და რეფერის სამუშაო ძალიან რთული არის და დარწმუნებული ვარ რომ მარგოდარდი მინიმუმ შეცდომას დაუშვებს ხვებთან შედარებით რა. ბევრ ხვებთან შედარებით. ჯერჯერობით დღესდღეობით გოდარდზე უკეთესი მსაჯი რავი შეიძლება ჰერცოგი და всё რა. ანუ გოდარდი რატომ იმაშია მაგრამ მსაჯად просто ერთ მომენტს დავაფიქსირებ რა. რომ იმიტომ რომ ხვებს საჯებთან შედარებით, ხო, შეუძლია მებრძოლეს სეივი გააკეთოს, სადაც ჩვენ არ გონია რომ მებრძოლე გაითიშა, ის ხო არ უნდა მოწყდეს დედამიწას და აი რო ქაშათ რო იქცა მაგ დროს კი არ უნდა გააჩეროს. ის შეუძლია გააჩეროს იმ დარტყმამდე, რაცა ქაშათ იქცევა რა, ხო, აი მაგის სკილი აქვს, ასე რომ ვთქვათ რა და ჩემი თვალსაზრისით ძალიან მაგარი პლუსი არის, რომ მაგის სკილი გააჩეროს. კიდე რა მომენტია იცი ხუჭა, თვითონ ხო ნაჭხუბარი აქვს და როცა თვითონ აქვს ნაჭხუბი ადამიანს და მე რეფერია, ეგენი ყოველთვის როგორც წესი გვიან აჩერებენ ხოლმე, უფრო მეტ შანსს აძლევენ თავიანთ მოძმე მებრძოლებს, რომ გადარჩენ ბრძოლაში და გოდარდს არა აქვს ეგ კომპლექსი და ეგ მომენტი პირიქით რა. თითქმის იდეალურად აჩერებს. რა ვიცი, ახლა ყველას თავისი აზრი აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ბიჭო, შეცდომები ყო ძალიან რთული არ არის ეს ადვილი პროფესია მსაჯობა რა. არავის არ უნდა შეცდომის დაშვება, მაგრამ ყოველთვის დაიშვება შეცდომი, ყველა თავისებურად უყურებს. ძალიან ეს ხალხი იქია, იმიტომ არიან რომ აი ახლა კეთილსინდისიერი მსაჯები, რომლებიც ჩხუბებს არ ყიდიან და რაღაცეები, ხო, რაღაც რუსეთში ყველაფერი ხდება, ვიცით. ეგეთი ხალხი ვინც არაა და კეთილსინდისიერი პროფესიონალები ვინც არიან, იქ იმიტომ არიან რომ ამ ბიჭები ჯანმრთელობა შეინახონ კარიერის ბოლომდე მაქსიმალურად და არა იმიტომ რომ რაღაცა შტერობა გააკეთონ, რომ მე ჩვენ ვლანძღოთ, არა, ეგ არავის არ უნდა. ასე რომ ყველამ დავიმახსოვროთ ის რომ ესენი ცდილობენ მაქსიმალურად სწორად გააკეთონ ყველაფერი და ძალიან რთული პროფესია, რეალურად ბევრი პასუხისმგებლობა გაკისრია და ნერვები და სტრესი და ესე შემდეგ და მე ბიჭო, პროფესიონალი ლამბერჯეკი რომ მოჭრის ხეს, ხო? აი და ესე რომ ეცემა რა, აი ეგრე დაეცა პერეირა დღეს. და 100-დან რომ დავილაპარაკეთ კიდე ხო, ახლა მარკო დარდი ხო? 100-დან ხო, 99 ჯერ არ დაუშვებ შეცდომა და სხვა შეიტყო ბევრი მსაჯი ხო, 80 ჯერ დაუშვა შეცდომა და მაგია განსხვავება, რატო ატარებენ ამ მსაჯებს ყველა ივენტებზე. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს კეისი, რომ აი UFC-ში არავინ არა მკვდარი და არავინ არ არის უბრალოდ იცი რომ he was not out bro. და რა მოხდებოდა ხვიჩ კაცმა არ იცის. შეიძლება მართლა ქაშად გადაგწყვეტ. რა თქმა უნდა. შეიძლება. ყველაზე მაგარი ჩინური პროსპექტი, ჩინელი პროსპექტი ვინ იყო შენი აზრით რომი ხვიჩ ამ კარტიდან? ოღონდ დიდი ბაზარი არა რა უბრალოდ რა. აი ეს ბიჭი რა, ფლაივეიტი რომ მოიგო. სუმუდარჯი, მე ვიცნობ აქ სუმუდარჯი. ვიცნობ აქ ტიბეტელ ბაღანას. კაი ბიჭი. ძალიან მაგარი ნიჭიერი ტიპი არის. ძალიან მაღალი ტიპი არის, ანუ მაღალიც არის, ანუ მისი წონისთვის რა. მაგას კიდე WLF-დან ვიცნობ და ერთ ქარდეს გვაქვს ჩვენ ნაჭხუბარი წარმოიდგინე მაგ სუმუდარჯისთან ერთად რა. მაგას აქ ბიძისთან. ძალიან მაგარი ხო, ბიძზე აქვს მოგებული
ხო და ანუ ეს სუმუდარჯი ძალიან მაგარი კარატიპი არის რა, მაგრამ პროსპექტი არის. ეს კიდე ახალგაზრდაა, წარმოიდგინე ახლა იმდენი წერია UFC-ში არის და კიდე ახალგაზრდა, კიდე დახვეწა ჭირდება. Просто უბრალოდ სუმუდარჯის ის პრობლემა აქვს, რომ მისი მშობლები ძალიან მდიდრები არიან. Короче, რა, უბრალოდ და და მაგიტო რაღაც აი ძალიან რო თქვა რომ ადამიანს რო უყურებ და რო ხო ლაივშიც მაქვს მისი შხუბები ნანახი და ხო ვიცნობ ისედაც რა აი ძალიან მაგარი რეფლექსები აქვს რაღაც ვითო ყველაფერი აქვს და სარუკიანებით არის მოკლედ რო ვთქვა რა პროსტა ჭიდაობა ინდონეზიაში ჭიდაობა არის ის რა უბრალოდ ვაფშე აი სრულად ყველაფერი აქვს წარმოიდგინე ხო მე და სუმუდარჯის ისეთი გზა გვატარებს რომ მე და მაგი ერთ დარბაზში ვიყავით დაღესტანში ერთ ლიგაში ვშუბობდით ჩინეთში ერთ ლიგიდან მოვდივარ ჩინეთში და აი ან რაღაც სულ ვიყავი მაგზოლესთან გადაკვეთილი ასე რომ ვთქვა რა ასე თუ ის და მის კლუბელებს მის წვნელებს ყველას ვიცნობ დაღესტანის წვნელებსაც ვიცნობ და ყველას ვიცნობ ან მის მენეჯერებსაც რა და მაგარი ტალანტი არის აი ძალიან მაგარი ტალანტი არის მაგრამ ჩემი თვალსაზრისით სულ ცოტა შიმშილი აკლია რაღაც რა გაჭირვება აკლია ალბათ რა ვიცი რა ბატონო ეგ არ ვიცოდით ახლა ნახდათ მშობლების ამბავი არ ვიცოდით ძალიან შეძლებული მშობლები ყავს ჩინელი ტიბეტელები ძალიან შეძლებული ბიჭო კიდე ზოგადად მაგი რა კლუბიდანაც არის წამოსული ეს არის Enbo Fight Club ეს არის ტიბეტელები ობოლი ბავშვები ჩამოყავენ ჩინეთში და მათ ცხოვრობენ და უშუსანდის მიმართულებით იწყებენ და შემდეგ ვინც მოხოდილები არიან უშუსანდაში MMA-ს საჩხუბებენ რა ლიგებში WLF-ში GCK-ში და ამ ორგანიზაციებში რა და ეს ანუ ეს განსაკუთრებული ტიპი იყო მოკლედ რა ვთქვა რა ეს სუმუდარჯი და აი სუმუდარჯის მშობლები ერთ-ერთი დიდი ინვესტორები არიან მაგ კლუბის უშუსანდა გამოდის ანუ როგორც ჩვენსკენ სამბო ჩინელებისთვის ეგრე გამოდის ხო სანამ MMA-ში გადავიდნენ ჩინელებს მხოლოდ უშუსანდა აქვს ის ბაზა ის ნიადაგზე შეუძლიათ მაგათ MMA-ში გადავიდნენ და იჩხუბουν ახლა რეალურადაც გდებებთან შეფარდებულია და მაქსიმალურად მიახლოვებული არის შერეულ ორთაბრძოლებთან და მაგიტო მთელი ჩინური სტილი ძალიან სანდისტურია მოკლედ რა ვთქვათ რა ძალიან სანდაზგავს სანდისტური თუ სადისტური სანდის ბიჭო მგონი გვეყო რა ამ UFC-ში შანჰაიზე რა იმიტომ რომ კი ბატონო გადავიდეთ კი ბატონო გადავიდეთ და ხო ეხა მე ვაფშე აღარ ვიბაზრებ თუ მართლა გაინტერესებს რა შემდეგ თემაზე ბიჭო მე შევეცდები თავი შევიტავა აგერ ხუჭას it's all you bro ეს არის ლაპარაკი გაიჩაროს თავი დავაი it's all you bro რომიქს რა შევახსენოთ ხალხს შევახსენოთ რომ გამოიწერონ ჩვენი არხი აუცილებლად და დასვან დააჭირონ მოწონების ღილაკს, გამოუშვან პოზიტივი კომენტარები და თქვენი ესე იგი მხარდაჭერის იმედი გვაქვს და წინასწარ გიხდით მადლობას უყველას. You drink wine. Georgian wine, special wine. This guy's my fucking hero. I get very buzzed. Very buzzed on Thursday. ბიჭო, რამდენი შენი აზრით ხუჭა უცებს არამ გადავალთ რომას თემაზე მითხარი? აი ისეთი ხალხი, ვისაც აინტერესებს რეალურად სპორტი, დარბაზებში რა ხდება, სპორტში რა ხდება, ქვედაეშელონებზე რა ხდება, მოყვარულებში რა ხდება, სპორტის სული და გული, ვისაც აინტერესებს, ეგეთი რამდენი 1000 ადამიანი იქნება მოყურებელი საქართველოში. აუ ძალიან რთული სათქმელი არის ან როგორ იცი უყურე ახლა მომენტი არის როცა სპორტი ჰაიპში არის ისე რომ ვთქვათ რა რაღაც თემა როცა ჰაიპის მომენტში ხო ბევრს აინტერესებს რომ რეალურად ხო შერეული ორთაბრძოლები ხარ ასყიდის ის ყიდის იმას რომ ვართ მაგარი ბიჭები ვართ მაგრები ანუ ძალას ყიდის ახალგაზრდებში ასე რომ ვთქვათ რა ზალის კულტს ყიდის ახალგაზრდებში რომ ძლიერები ვართ ჯამთელები ვართ რაღაც ქართველები ვართ მე ვარ ისაც მე რაბდვალიშვილს მივეკუთვნი მე მივეკუთვნი მიათოფურიას თემას და ანუ ხო შერეული ორთაბრძოლები მაგას ყიდის მოკლედ რა ვთქვათ რა ამიტომ ძალიან ძნელი არის რომ თქვა რამდენი რა მომენტში მთავარი ამ მომენტში რა თქმა უნდა ბევრს უნდა შერეული ორთაბრძოლებში იყოს და დღეს საქართველოში აი ყველა გინაღამ და მესამე ბავშვს უწერია რომ MMA-ის მებრძოლი არის და მუშაობს MMA-ში და რაღაც უყურე ხა ხო არიან ადამიანები ერთვებიან ბრძოლებში მე რო უყურებენ ჩემს გადაცემას და გიოს გადაცემას იქით უყურებენ სეტანტას იქით უყურებენ მაგრამ ბევრი რაღაცები ამ ზედაპირულად აზე არიან ბევრი ადამიანიც YouTube-ზე არის და ისე რომ ზედაპირულად ლაპარაკობს ამ სპორტზე ძალიან და ბევრი მაგრამ
ადამიანები რომელსაც აინტერესებთ აი სიღრმეები, ტექნიკა, დეტალები, დარბაზი და ესე შემდეგ რეალობა სინამდვილე რაც არის სპორტში რა. აი ეგ შენი აზრი. ათასამდეა? ხო, რამდენი 1000 კაცია შეგეც შენი აზრი? 1000-მდე ვერცავ ეს რიცხვი. 1000, ხო? მეც აი ზუსტად მაგას ვიგონი. 1000-მდე ვერცავ. მაქსიმუმ 1000 კაცი არის მგონი, ვისაც ეგ მართლა აინტერესებს რა. აი რეალურად რა არის სპორტი და მაგიტო გეკითხებოდი, მაინტერესებდა რომ ჩემი რიცხვი ვთხოვოდა შენსაც და ჯიგარი. აი ლოგიკურ მე მინდა რომ აი რაღაც თქვა რა ლოგიკურად რა ჩემი აზრით ვინც ვარჯიშობს აინტერესებს ვინც მართლა ვარჯიშობს აი მაგას აინტერესებს შეიძლება ეგრე შეიძლება ფეხბურთი იმიტომ ეს ყველას უკეთესად და ყველას აინტერესებს დეტალურად ფეხბურთი და ყველანაირ ბავშვების თამაშებზეც დადიან ალბათ იმიტომ რომ რაღაც დონეზე ყველას აქვს ფეხბურთი ნათამაშები და შეგზნებული რო გაქვს ალბათ მაგიტომაც საჭიროა მაგიტომ ეძახი ყველას მე მაგიტომ ვეუბნები ზუსტად ყველას მე რომ შედით აი საკენით რა ქვია ივარჯიშეთ ყველამ წაივარჯიშეთ და ესე შემდეგ მეთქი რა ბევრის ვარჯიში გიო ხო კიდევ რაღაც შეგისწრო რომ გამოიხატება იმაში რომ ბევრი მებრძოლების ვისაც ვისწრებ მე რომ ჩაიცვამენ ეკიპირებას ჩაიცვამენ ხელთათმანებს ფუტებს შინგარდებს ჩაიცვამენ და იწყებენ სპარინგს всё დამთავრდა ან იწყებენ ჭიდაობას პირდაპირ რა ბევრი ანუ მას არა ხო ხარ რომ ბევრს აინტერესებს შერეული ორთაბრძოლები და დაჟე ბევრი პროფესიონალი მებრძოლებს ხო როგორ არიან წე განვითარება რთულად მიდის ტრენერის გარეშე მოგეთ რო ვთქვა რა საქართველოში განსაკუთრებით ქართველებს ძალიან ძიმე ხასიათი გვაქვს რომ ისე და სპორტული თვალსაზრისით ხო ძალიან ძიმე ხასიათი გვაქვს ქართველებს რა მე კონკრეტულად დაიგულისხმე ტრენერის გარეშე ხო აი ძიმე აი სერიოზული ტრენერი თუ არ ადგას თავზე მებრძოლებს ხო ახ მოგიყვან ჩემი ბიჭების მაგალითს რა მე მაქვს აი მაგრა გამიმართლა რომ ბევრი კონკურენტული არიანი სპორტსმენი მყავს და აი როგორც კი ვინც ხარ ჩემთან დარბაზში ვარსკვლავს იჭერს ჩემი მებრძოლე რა ახ არიან რეკორდებიც აქვს და რაღაც მიღწევებიც აქვს და რაღაც ვხედავ რომ ადუნებს რაღაც ნახევარი ზომით მუშაობს ხო იმ წამს ვაყენებ ძლიერთან ვასპარინგებ ძლიერთან ის ძლიერი აჩვენებს რომ ვაფშე აი იანო 3-4-5 თვის უკან თუ ის კონკურენტული არიანად ესპარინგებო და დღეს ღლაპი არის და ქაში არის მოკლედ რო ვთქვა რა და მაგი უცბად აბრუნებს ადამიანს მის სამყაროში და საქართველოში ხო ქართველებს ის გვაქვს პრობლემა ხო იცი რა ყველა მაგარი ტიპები ვართ მოკლედ რო ვთქვა რა და ბევრი ფიქრობს კიდე რომ თემის არ ჭირდება მაგდენად რამდენადაც ჭირდება ასე რომ და მაგიტო საქართველოში ბევრი ვინც ვარჯიშობს ხო ანუ მაგათვისაც აი ძალიან ისეთი თემა არის რა გეონი ბევრი ვინც ვარჯიშობს და ჩხუბობს შერეულ ორთაბრძოლებს ხო პროსტა აი ეკიპირება ჩაიცვამენ და პირდაპირ სპარინგობენ პირდაპირ ჭიდაობენ წავიდნენ სახლში და თავდა და ხოლმე 2-3 კვირა შეუძლია მასეთ ტემპში გაატარონ რა ტექნიკის გარეშე ბევრი რაღაც გარეშე ანუ საქართველოში გამოდის რომ ბევრი როუნენ არის რა კი და მე რა ხდება იცი ის ჯანი და ფიზიკური ნიჭი სადღაც რაღაცამდე მიგიყვანს, მაგრამ როდესაც ებძვი მე ისეთ ბიჭს, რომელსაც კი ჯობი ხარ ჯანით, ჯობი ხარ ფიზიკური ტალანტით, ჯობი ხარ ყველანაირად, მაგრამ იმას შენზე მეტი აქვს ცოდნა და დრილინგი აქვს გაკეთებული და სიტუაციები მაგისთვის ნაცნობია, შენ როდესაც იღლები, შენი ინსტინქტი უკვე დანებება, იმიტომ რომ ტექნიკა აღარ გაძლევს საშუალებას, იმის რომ რაღაც ინსტინქტურად გააკეთო და ის ინსტინქტებზე გემუშავება მე მშვიდად სუნთქავს, არ ნერვიულობს და აგებთ მე ჩხუს და მე მეკითხებიან მე ზოგიერთი მაყურებელი რომ რატო ვაგებთ ბრძოლებს დაბალ დონეზე რატო ვაგებთ ისა იმათთან რატო ვერ ვიგებთ დაღესტანელებივით აი ამ არასწორი ვარჯიშია ეს ყველაფერი და იმიტომ აი დაღესტანში რო ვთქვათ ხო რამდენიც არ მივარჯიშია დაღესტანში დაღესტანელებთან ერთად წარმოიდგინე დღე არ ყოფილა რა ნაწილობრივად ეს ჩემთანაც დარბაზში არის განმოტანილი ნაწილობრივად 100% ჩემთანაც დარბაზში არის განმოტანილი ეს რომ დღე არ ყოფილა რომ ხალხს ორი ვარჯიშს ვაკეთებდით ყოველ დღე და ყოველ დღე ყველა ვარჯიშზე ტექნიკას ვაკეთებდით წარმოიდგინე რა დაღესტანელები რო ვთქვათ რომ ფიზიკურად ძლიერები არიან ეს არის ზღაპარი მე დაღესტანში შევედი კიდე უფრო ახალგაზრდა ბიჭი ვიყო და ყველაზე ხოძე ვიყავი 66-ში ვაი წარმოიდგინე შოქში ვიყავი ჩემი თავიდან რომ რატო ვარ ასეთი ძლიერი ფიზიკურად რა და რატო ვარ ასეთი გამძლე იმიტომ რომ ყველა არის ფიზიკურად დაღესტანელები ზოგადად როგორც ესეთი ხო ძალიან ძლიერები არ არიან და ძლიერები არ არიან აი ძალიან ტექნიკურები არიან მარტივად შეიძლება რომ ვთქვათ რა მაგარი ტექნიკა გამოვიდოდა აქედან ხვიჩი აი ტიტულზე უნდა დავატო შენი სურათი და ეს დაღესტანელები ძლიერები არ არიან
ფიზიკურად ვაფშე არ არიან ძლიერები გეუნები მე ჩემი გამოცდილებიდან გეუნები რომ ძლიერები არ არიან და მესმის რამდენის მნიშვნელოვან ჯგუფში შეხვდა დაღესტანელი ქართველს ლევან მაყაშვილიდან დაწყებული და მერაბ დვალიშვილით დამთავრებული ხო ყოველთვის ქართველმა ჯარით აჯობა სულ აჯობენ გამძლეობი და ჯარით სულ აჯობეს და სულ იქნებოდა მაინც სულ მასი არის და მეც რო ჩავედი ხო აი თელ ტოპებს 6-0 7-0 რაღაცა კოსმოსური რეკორდები რო აქვს ჩემთვის მაგ დროს რაღაც 9-0 იყო რაღაც ისეთ რეკორდს უყურებდი ვა მეთქი ეს რა ტიპია მეთქი და დაუმარცხებელი და ამ დროს ეს მამაკაცურად კისერში ხელს ვავლებ და პარტერში ჩამყავს მიფიგასი მე მეთქი საღოლ მეთქი რა ჯანზე ვარ მე შენ იყავი ზაბიტის სკოლაში ხო ხვიჩი სანდა უშუ სანდა ხო ზაბიტი სადაც გამოიწვია რა აქ ფაიტერი იყო ესეთი დარბაზი და მაგ ზაბიტი ვარჯიშობდა და მაგ ბევრი მაგამედოვი ვარჯიშობდა ბელატორის რომელიც ასპარეზობს ზაბიტის ძმა ნუ ძალიან ბევრი მებრძოლები იყო რა დასწრება იყო 50 პროფესიონალი წარმოიდგინე ხა საღამოს ვარჯიშზე 50 პროფესიონალი ძალიან ბევრი არის რა მოკლედ რა თქვა რა საღამოს ვარჯიშზე დილის ვარჯიშზე 20 პროფესიონალი ბიჭო ისე გამოდის რომ გონი ვერიდებით რა შემდეგ თემას რა და რა ხან თქვით რომ უნდა ვისაუბროთ 10 წუთი მაქსიმუმ და უნდა ვილაპარაკია რომაზე აბსოლუტურად ფაითობზე არც მე არც შენ აგერ ხუჩას და ვაფშე არ ქონია ბრძოლაზე საუბარი რაც ჩაგვიწერია გადაცემა რაც ომას ბრძოლა მორჩა იმას მერე და მოდი ვთქვათ და ვილაპარაკოთ ამ თემაზე რა და როგორ მოხდა და რატომ მოხდა და რა უნდა მოხდეს შემდეგი შენ ყველაზე უკეთით ციხეშია და რავი მე მგონი ჩვენ უკვე და შეიძლება თქვა რომ ამოვწურეთ რომ მას თემა უკანა თემიდან გამომდინარე რა რადგან აი ძალიან ბევრი დავილაპარაკეთ ის რაც ხდებოდა ამ სიტუაციაში რა აი ძალიან მიყვარს ბრძოლა რომადორიძე იმიტომ რომ ვიცი შიგნიდან რა ხდება მის კარიერაში რა მოგებები როგორ აქვს მიღწეული ვიცი რა მხელა პოტენციალი აქვს მაგ მებრძოლეს და ვიცი რისი გული აქვს და რისი საშუალებები აქვს რა ძალიან რთული არის რომამ რომ მისი სათანადო head coach-ი ნახოს ჩემი თვალსაზრისით რა და აი რეალურად ხო აი მესამე შეიძლება ვთქვათ მომაცოთ მესამე ჩემპიონიდან საქართველოსთვის და მესამე მაღალი ჩელენჯერიდან ასე რომ ვთქვათ რა საქართველოსთვის გვაშორებს ის რომ აი ძალიან რაღაც ვერ ინახა მისი head coach-ი ასე რომ ვთქვათ რა რაღაც მომენტში მისი კარიერის რა იმიტომ რომ ჩვენ ახლა მარვინ ვეტორისთან რევანშს რო უყურე ხო აი რაღაც კოსმოსური რომადოლიძე დავინახე რა აი ძალიან მაგარი რომადოლიძე დავინახე რომელიც დეკლასირება გაუკეთა მარვინ ვეტორის 25 წუთის განმავლობაში ბავშვივით ყავდა ასე რომ ვთქვათ რა ყველა შეცდომაზე დაიჯერა და შეიძლება თქვა თუ მარტივად რომ პროსტა როგორც რაინ ორტეგას დღე არ იყო დღეს იმ დღეს არ იყო რომადოლიძეს დღე რა ვერაფერი ვერ გამოდიოდა ვერაფერს ვერ აკეთებდა მისი გეგმა შეიძლება საპირისპირო იყო რა რეალობასთან შეფარდებაში რა მის გეგმაში იყო რა თქმა უნდა სავარაუდოდ პრობლემა მაგრამ არის რომ დღე შენი არ არის რა ბიჭო არც გამოიყურებოდა კარგად ფიზიკურად მე რომ გამოია ხო გახსოვს გიო რომ მოგწერეთ ეგრევე რომ მეთქი არ მომწონს როგორ გამოიყურება თქო საბრძოლად რო გამოვიდა რა აი ზრბი აი რაღაცნაირად არ იყო თითქოს ფიზიკურად არ იყო აი მაგაზე იცი მაგაზე რამე ხვიჩი არა მაგაზე არ ვიცი მაგრამ შემიძლია ვთქვა რომ სტილისტიკურად რომადოლიძე რომელიც მარვინ ვეტორისთან გამოვიდა ის მოუგებდა ანუ იმ დღეს ჰერმანსს რა იმ დღეს მაგას მოუგებდა მაგრამ იმ დღეს რომადოლიძე ასე გამოიყურებოდა ასეთი აღდგენა ჰქონდა ასეთი მიმართულება ჰქონდა ჩხუბის გამო არ დაგავეწყოთ კიდე ხო ყველა კი ვართ ვითო საღაზრზე მაგრამ ჩხუბში ყველა გატარებული და როხმა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იცი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და პირველი რაუნდი ნორმალურად მიდიოდა დოლიძე საკმაოდ რა გატარებამდე ამიტომ შეიძლება ხო ერთმა გატარებმაც ბევრი გადაწყვიტოს რა შეიძლება პირველ რაუნდის პრობლემა იყო რო ვთქვათ რა პირველი რაუნდის გატარება ძალიან ბევრი გადაწყვიტა რაფერს ახლა იმასთან illegal punch რო გადაწყვიტა ძალიან ბევრი რა მანდასურდინი მაუთანაც ძალიან ბევრი გადაუწყვიტა დოლიძეს რა ლეგალურმა დარტყმა მოხდა რა ასე რო ვთქვათ მაგიტომ რთული განსახილი ბრძოლა არის სტილისტიკურად ბევრი ქვეშ მომენტები არის ასე რომ ვთქვათ რა რომელსაც ინფორმაცია არ გვაქვს მაგრამ ერთი რაც ვიცით რომ რომადოლიძე ყოველთვის აი ახლა იმამოვის შემდეგ რაფერი მაგარი დაბრუნდა ფაქტიურად ხო
ძალიან მაგარი დაბრუნდა. მე ანამდე რო წააგო კიდე სამოგებიან სერიაზე ხო იმის მერიც ხო დაბრუნდა მაგარი დაბრუნდა გაიზარდა რა. დოლიძეს თვისება ესეთი არის, რომ ყოველი წაგების მერე ამ პროსირთულის მერე ხო ძალიან მაგარი მებრძოლეთ ბრუნდება. და მე თქვენ გეტყვით ხო ეს მოდის საიდან იცით? აი წარმოგიდგენთ პირველად 5-0 რო იყო და WWFC-ის კამარზე რომ შუბობდა ქვემს უკწონაში. იქაც ცოტა გაუჭირდა ბრაზილიელთან და შემდეგ კამრის დაცვაზე ხო ძალიან გამოვატებული და ძალიან განვითარებული დაბრუნდა რა. იმიტომ რომ სირთულეები და რაღაც პრობლემები დაინახა. და რაც საიმედოვნო არის და რაც კარგი არის რომ ვიცით დარწმუნებული ვართ ერთ ამბავში რომ რომადოლიძე კარიერას არ ართარებს 6 ბრძოლიანი კარგი კონტრაქტი აქვს 6 ბრძოლა საკმარისია რომ ტიტულამდე მივიდეს თუ ყველა მის შეცდომებს თუ დაფარავს ანუ ყველა მის შეცდომებს არ და გეგმას თუ გადაასწორებს რაღაც სწორ მიმართულებას თუ მიწევს ფიზიკური მონაცემები საკმარისად მაგარი არის კარდიო საკმაოდ კარგი აქვს ჩაულებრივად შეუძლია დაბრუნდეს გამარჯვების სერიაზე ტიტულო გონგაში ჩაჯდეს მაგ სახელი აქვს 1-2 ბრძოლის ჩატარება ჭირდება იმდენი მეინ ივენტები აქვს უკვე ჩატარებული რეალურად ძალიან ბევრი მეინ ივენტები აქვს უკვე ჩატარებული რო თქვა რომ იყო ბევრი იყო ტექნიკური წუნიც მაგ ყველაფერთან ერთად უბრალოდ აი რაღაცები ხარ აუცილებელი ну ისინი ხო საერთოდ ცალკე ესენი არიან სამარცხვინო და რაღაცებს რო იძახიან მაგათ არიციან სამარცხვინოს მნიშვნელობა, სარკეში თუ ჩაიხედავენ, უკეთესი იქნება სამარცხვინო დაინახავენ მან რა, იმიტომ რომ ამაში არაფერი სამარცხვინო არა, კაცი გამოდის იბრძვის მთელი გულით. არაფერი არ გაკეთებია ცხოვრებაში და სამარცხვინო იზახია. ეგეთ რაღაცები ძალიან მართლა სამარცხვინოა, რომ ხალხს ზოგს იმდენად არაადეკვატური შეხედულება აქვს ცხოვრებასთან, რომ ეგეთ რაღაცაზე სამარცხვინოს იძახიან. იყო ტექნიკური წუნებიც რა თქმა უნდა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კაცმა წააგო ეხა გადავლა, გადმოვლა და ზედმეტი კრიტიკაც არ ვარგა და არაა საჭირო, იმიტომ რომ რაც არ უნდა თქვა, ტექნიკურადაც რო გააკრიტიკო, თქვა რაღაცები და მიუთითო, ეს თვითონ ტრენერმა შენს ნათქვამს მაინც არ მოусმენს და არ დაუჯერებს ეხა რომა და ჩემს ნათქვამს ესე ხო ჰაერზე უნდა უთხრას ტრენერმა და ტრენერი თუ ეტყვის და ისევ რომაზეა დამოკიდებული დაუჯერებს თუ არა იმ რაც იყო წუნები და შეცდომები იმის გამოსწორებას და ამიტომ არ არის აუცილებელი ეს როგორც გვიყვარს ხოლმე ხშირად ეს ყველა რო პროფესორები ვართ მე გაბუჭებული საქმის მე ესე ვიზამდი და ეს უნდა იქნა კი ეგვილია ხა ჩვენ რა თქმა უნდა ტექნიკურად მივიდეთ და დავმარცხოთ რა იყო პრობლემა და ესე შემდეგ მაგრამ გონი ჯობია რომ თავი შევი ერთადერთი იმას ვიტყვი რომ რომა ძალიან იყო დაღლილი ბოლოს მეც აღარ შევეხები ტექნიკურ დეტალებს ამაზე ის ჩოუკი არ იყო დამთავრებული რა მან შეიძლება და თავის დაზრენა უბრალოდ რომა იყო უკვე აღარ ქონდა არაფერი დარჩენილი რა სამწუხაროდ თორე დარწმუნებული ვარ ცოტა არ ეწყობა ბრძოლა ხო ის როგორც თუდად დაიწყო ხო შეიძლება ძალიან 90% შემთხვევაში ძალიან თუდად დამთავრდება რა თუდად როცა იწყება ბრძოლა ხო ის მეოთხე რაუნდამდე და მეხუთე რაუნდამდეც მისვლა ხო მაგას მისი კაცობა და ჯანი სჭირდება ასე რომ ვთქვა და უნარიანობა და პასუხისგებლობის უნარიანობა fatigue makes cowards of men ამას იძახის სულიერებანგო რა საღლილობა კაცს აქცევს მხდალადო რა ახლა უხეშად გამოგდის პირდაპირ ნათარგმნი მაგრამ ეგრეა რა ყველანი ვნებდებით როცა ვიღლებთ ყველანი აბსოლუტურად მეც შენც დაჟე გილს მიუხედავად იმისა რომ ასეთი მაგარი როჟა და ყველა ვაფშე რა ბიჭო რა არიცი ეხა იძახიან ხვიჩ რომ ჩიმაევთან ყველაზე კაი შანსი ვისა აქვს ზუსტად ამ ჰერნანდეც რა ანუ ერთი გამარჯვებით გადაწყდა რომ შეიძლება გადაახტეს არა უკვე მართალია დანიშნეს იმასთან რა ქვია იმ დეირედერთან დანიშნეს რა მაგრამ ბევრი იძახის რომ ანუ ეხა ვინც არიან რა კონტენდერები რა ყველაზე დიდი შანსი ექნებაო ჰერნანდესო რა ის მართლა ითხრა ბიჭო მე ჩიმაევი ისე გამოსათქო მე ჩიმაევი ძალიან შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ძალიან არ ამგონია ვინმე ყველას უნდა მოუგოს წესი თავის კატეგორიაში უბრალოდ აი ამ ბოლო ჩხუბზე რომ იძახიან ვაუ და სასწაული იყო ეგრე არა არ იყო ეს ვაუ და სასწაული ეს არ იყო ის დომინაცია უბრალოდ შეიძლება შეუღებულ თვალს ესე მოეჩვენოს მაგრამ ეს არ იყო ეს მაგრამ მთლიანობაში
არ იყო ეს დომინაცია. კონტროლით კონტროლი იყო უბრალოდ, ხო? ნუ კონტროლით დომინაცია იყო. ნო, ეგეც ესა, ვინ ახლა გააკონტროლა. ჩიბაევი არ განსაჯოთ, პროსტა რა, ერთი ცხოვრება მაქვს, მაყურებელს არ განემოთ ჩიბაევს თავი, იმიტომ რომ მისთვის ეს იყო ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა. და არ ქონდა. უნისეფს მიღმა კიდე ბევრი რაღაცები ხდებოდა მაგის გუზურს უკან, რის გამოც უნდა მოეგო მაგას ეგ ჭუბი თუ არ უნდა და ის არ ქონდა უფლება რომ ეკაჯა და ეხტუნა და რაღაც ხაიკიკები და ქაჯობები ექნია და არ ქონდა მაგის უფლება ვაფშე წარმოიდგინეთ ცხოვრებაში ხო გაქვს აი ყველაზე მნიშვნელოვანი ნახევარი საათი იყო მის ცხოვრებაში ადამიანის რა მე ვერასოდეს როგორ უნდა განსაჯო ხამზად ჩიმაევი რომ მისი ბრძოლის გამო გავიდა ყველაფერი გული სული ჩადო რომ მოიგო და არ ქონდა მორალური უფლება არ ქონდა რომ წაიღო გასართობად მან არ გამოვიდა ვერავინ ვერ მომთხოვს მე იმას როგორც ადამიანს რომელსაც ესმის ეს სპორტი საკმაოდ კარგად ვერავინ ვერ მომთხოვს იმას რომ თქვა რომ ეს იყო რაღაცა აღფრთოვანებაში მოსაყვანი ბრძოლა არ იყო ესე ვინც აღფრთოვანდა ამ წაკითხავი იყო ჩიმაევი რომ მოვიგებდა უბრალოდ ხო რა არა მაგრამ თლიანობაში იმასაც ვხვდები ძალიან კარგად რომ ხამზაც წესით აქ кайხანი ვერავინ რომ ალბათ იმამოვი ჩიმაევი იქნება რა ძალიან მაგარი მეჩაპი არის просто აი იმამოს თუ ეყოფა მაგდენი ჭიდაობა რომ ხამზაც წინააღმდეგ გაუწეს მაგი არის დიდი კითხვა ანუ კიდე უყურე ხამზადი რა ხელა ფავორიტი არის რომ ჩვენ კითხვას ვსვამთ იმამოს თუ ეყოფა ჭიდაობა წარმოიდგინე ხამზადი რამდენი ფავორიტია რომ უნებრივი კითხვას ყველა ხავს როდესმე გინახავს ადამიანი რომელიც პირველ რაუნდში ასეთ დომინირებს ყველაზე აბსოლუტურად როდესმე გინახავს ეგეთი მებრძოლი პირველ რაუნდში ოღონდ იმენა პირველ რაუნდში ვიძახი მე არ ძალიან მაგარი ეთად მე ვეუბნები რომ პირველი რაუნდის მოგება არის აი ყველაფერი წარმოიდგინე პირველი რაუნდის მოგება გაქვს 70-ზე მეტი პროცენტი მოგებული ჩხუბი შენ როცა პირველი რაუნდი მოიგე ხო სამ რაუნდიან ჩხუბში ჩემი ბრძოლებს როგორ უხსნი რა არ უნდა ეს შემოწმება რაზვეტკა და რაღაცა ეს სიტყვები რა პირველი რაუნდი შენ როცა მოიგე ხო შენ უკვე 10 წუთიდან განმავლობა 10 წუთიდან ხო 3 წუთი გაქვს ზედიზად მოსაგები წარმოიდგინე 10 წუთიდან 3 წუთი გაქვს ხოლო ზედიზად მოსაგები უკვე არაფერი არ დარჩა მოსაგები ფაქტიურად ხო აი პროსტა 3 წუთი აი რო გადაიყვანო და 3 წუთი პარტიაში რო ურტყა ხო თელი ჩხუბი გაქვს მოგებული წარმოიდგინე რა და როცა მებრძოლე პირველ რაუნდს იგებს ძალიან მაგარი არის და სამ რაუნდიან ბრძოლაში MMA-ში რაზვეტკისთვის დაზვერვისთვის გააქვს მაქსიმუმ 2 წუთი 3 ნახევარი რაუნდი პირველი რაუნდის და всё ეგეც ცოტა ბევრია და აი წარმოიდგინეთ ახლა უფუნება ჩიმაევზე ხო ის ხელა ფავორიტი არის ადამიანი და იმ ხელა დომინაციის ქვეშ აქვს წონა ხო ხებულობ ნასრუდინ იმამოვს რომელიც რეალურად მაგარი როჟა არის მაგარი მებრძოლი არის რა და ვამბობთ ეყოფა თუ არა ჭიდაობა ჩიმაევზე ეყოფა თუ არა ჭიდაობა იმას კი არ ვამბობ ნასრუდინ იმამოვს ჩვენ კი არ ისეთ კითხვას კი არ ვთქვათ გაუძლებს ჩიმაევი ნასრუდინ იმამოვს თუ არა არა გაუძლებს ნასრუდინ იმამოვი ჩიმაევს თუ არა იმიტომ რომ ვიცით რომ ჩიმაევი არის ამ სიტუაციაში დომინანტი ჩიმაევი ამ სიტუაციაში პირველი ნომერი და ვინც ხატავს ბრძოლის გეგმას და ჩვენ ვფიქრობთ მხოლოდ იმაზე თუ ეყოფა ჭიდაობა ნასრუდინ იმამოვს მე არ მაინტერესებს იცი მე იმამოვთან ბრძოლა არ მაინტერესებს მე მაინტერესებს დერიდერთან ბრძოლა და გეტყვი რატო მე ვხედავ რა ჩიმაევში ძალიან შედის ფეხში ილუსებური სისწრაფით გადადის ზურგს პოულობს ძალიან სწრაფად ძალიან ძლიერია ძალიან ფეთქებადია ეს ყველაფერი მაგრამ ყოველ ჯერზე როდესაც კარგი მაღალი დონის გრეპლერს ებრძვის ვეღარ გადადის ტექნიკურად ვეღარ პოულობს შემდეგ ნაბიჯს სადაც უნდა დააფინიშოს კამარო უსმანთან ვერქნა ჯილბერტ ბერსთანაც ვერქნა გილბერტ ბერსი არის 260 ჩხუბობდა ჩიმაევს ფეხით არ მოჭერი 70 ვერ იჩხუბებს ვერასდროს ვერ გააკეთებს ანუ გაცილებით უფრო პატარა მოწინააღმდეგეთანაც კი რომელსაც განათლება აქვს გრეპლინგში ვერ პოულობს შემდეგ ნაბიჯს სადაც ფინიშზე უნდა წავიდეს არც კი წასულა ფინიშზე რეალურად რა ground and pound-ის მიღმა, ანუ ჩოუქებზე და რაღაცა და აქაც დრიკუსთან კი იძახიან რომ ისა played it safe-სა რაღაცები, მაგრამ ჩემი აზრით გარდი ვაფშე არ ქონდა დრიკუს, რაზე არის საუბარი, ვაფშე გარდი არ ქონდა. აბსოლუტურად, როდესაც 0-ია შენი მოწინააღმდეგის გაგების შეგნება გრეპლინგის ადგომაც კი ანუ კრუსიფიქსიდან ცდილობდა აფეთქებას ხიდზე. გამიგე რაღაც სასწაულებს აკეთებდა რა, გავგიჟდე გინახავ. ხო და ესა რა ქვია როდესაც ესეთ ადამიანთან ჩხუბობ და 5 რაუნდი რატო უნდა ათრო თუ შეგიძლია დააფინიშო, ხო? ამდენადაც ამ ხელა განსხვავებაა კლასში. უბრალოდ მე მგონია რომ
ჭიდაობის მიღმა და რაღაც დონეზე კონტროლის მიღმა თუ ძლიერი გრეპლერთან აქვს ჩიმაევის ბრძოლა საბრძოლი პარტერში ჩემი აზრით პრობლემები შეექმნება აი ამ ტრანზიშენებში და გადასვლებში და კიდე იმ დეტალებში რა რაც არის გრეპლინგში და იქ მაინტერესებს და თუ ეხლა გამახსენდა იცი რომ უყურებდი მაიკლ ჯონსონის და ხაბიბ ნურმაგომედოვის ჩხუბს პირველ ბრძოლას და ხაბიბმა გარდი რა მაგრა გავიდა ხაბიბმა გარდიო მაიკლ ჯონსონის და ამ დროს ვფიქრობ მაიკლ ჯონსონმა თუ ისის ვაფშე გარდი რა არის სიტუაციაში და ეხლა ანუ იგივე ხდებოდა ჩიმაევის და დუპლესის ბრძოლაში ლაივში უყურებდი და თუ იცის ნუ დუპლესი ვაფშე აზი არის რომ ნახევარ გარდი მაინც უნდა იყოს რომ პროსტა ამან არ საით კონტროლი არ აიღოს და არ დააბიჯოს სახეზე მეთქი ხოვაზე ხარა 4-ჯერ თუ რაღაცა ზედიზედ ერთ და იგივე რანაირად ერთხელ მაინც როგორ არ შეიძლება რომ არ შეიძლება ერთხელ მაინც თეძოზე გადახვიდე მარჯვენაზე ან ხელი ჩადო ან პოსტი რაღაც ფრეიმი გააკეთო რაღა ანუ ერთი და იგივე რა კაი გასაგებია ტრენმა თქვა რომ ვისაუბრე რა ქვია ჩვენ ამ პოზიციებზე არ გვიმუშავეო ყველაფერზე ვიმუშავეთო ამ პოზიციის კრუსიფიქსის გარდაო ანუ კაი ეგ ძალიან პრობლემაა მაგრამ კაი თვითონ ბრძოლაში ხო მაგაზე რომ ცემუშავად მნიშვნელობა არ აქვს უკვე არ ეყოფოდათ მაგათ ეთიკეტები ჩაიგდე თავი რა აზრი აქვს მე იქიდან უკვე ეთიკეტებზე ეთიკეტი არაა საკმარისი რომ იცოდე რა პოზიციაზე არის რომ მათ დროს ზეთის შემოწმება არის ხო მაქედან გამოსვლა თუ არა ზეთის შემოწმება ორივე ხელით რომ გაკრული ხარ რა ხო და ერთი ხელი ხო მაინც იქითა გაქვს რა და ამის მქონე გაქვს წამი, რამოდენიმე წამი ან წამის მეასეთი, სანამ მეორე ხელსაც დაგიჭერს ადამიანი და ეგ უნდა გამოიყენო ყოველ ჯერზე. კაი, პირველად ვერ მოახერხე გადარჩი ის რაუნდი, მეორედ, მესამედ, მეოთხედ ხომ მივხვდი რომ იგივეს გაკეთებს. და ის ხელი უკვე ისეთ პოზიციაში უნდა გადაიტანო, სადაც უკვე ვეღარ გამოიტანს გარე და ვეღარ გაგიკონტროლებს. ან საფრთხეში ჩაიგდებს თავს და სივრცეს მოგცემს თუ მაგას მოინდომებს და მე შენ შეგიძლია უკვე შენ შეცვალო პოზიცია და ადგომაზე იჩალე ჯორდანის პროსტა რა მოღალატა იცი რომ ისეთ გრეპლერებს ეჭხობა მაგრამ როცა იყო ქვევიდან მაგ ხო აი ფულ მაუნდიანაზე ჩატრიალდებოდა გაძრობოდა და გამდიოდა ძალის თორე სერიოზული გრეპლერი და სერიოზული პოზიციონში კი საით კონტროლს რო აგიღებს ფულ მაუნდს რო აგიღებს ისეთი დაღუპა პოზიცია არის აი წარმოიდგინე რომ და წარმოიდგინე ბრძოლებს დამთავრდა შენთვის როცა ის პოზიცია შენ დაკარგე 90% იმ დროს უკვე იმ პირველ რაუნდში რო თუ კარგმა პოზიცია აგიღო ხო სახში შენ კუთხეში წახვალ მკვდარი თუ გადაჭრა ზუსტად მაგით ავიძახი არც ხამზაც არა აქ ეგ მაგდონის გრეპლინგი რომ დაობა ზეწოლა და ძალა ფეთქება თუ აქვს მაგალითად ნებისმიერთან შეუულია თავიას აი ამ უპირატესობის ხარჯზე წაიყვანოს პირველ რაუნდში გადაიყვანოს პარტერში ცემოს ან დაახშოს უცებ ეცეს კირსერზე და მაგის ხარჯზე ყველას შეუულია მოუგოს ყველას თორე მაგის მიღმა მე მესამე და მეოთხე რაუნდში კაი მოჭყურის წინააღმდეგ ხამზატის წაგებს ერთი კითხვა რაც არის ხამზატ ჩიმაევი ჯამთელი იქნება თუ არა ეს ჯამთელი ხამზატ ჩიმაევი იყო შეუძლია თუ არა 5 რაუნდის თქვა კიდე ერთი 5 რაუნდიანი ჩხუბი დაჭერდება რომ გავიგოთ მაგ ისტორია რომ ანუ ეს კოვიდის გამო იყო ესეთი სუდ კარდიოზე და ესეთი სუსტი თუ აქვს მოგზოლასაც მისი კითხვები ასე თქვა და ხამზატის ბრძოლასაც მისი კითხვები გააჩნია რომელსაც უნდა გასცეს პასუხი ასე ვთქვათ რა თუმცა მე ხამზატი ანუ მე ვერ დაუწუნებ ხამზატს ვერაფერს რო თქვა აი ბრძოლა რა თქმა უნდა არ იყო მაგრამ ბრძოლაც მომეწონა მე არ ყველაფერი გავიგე ხამზატი რას აკეთებდა მაქა და რასაც შობოდა და ერთი გარისკიცა ჩასასწრებდა და ბიჭო მესამე რაუნდში რომ დაგერეკა ჩემს და გეთქვა რომ მეოთხე მეხუთეში რა მოხდება 30 წამით გეტყოდი პირდაპირაც მოხდება ბიჭო შენი აზრით ეს ბრძოლები რო არ ქონდა რა უკვე გამოვლილი რა კამარა უსმანი და გილბერტ ბერნზი რა მაშინ ვერ რომ მიეცათ რა ტიტულზე ბრძოლა შეძლებდა გამარჯვებას ვინიც შეიძლება უსმანთან ვერ შეძლებდა 77-ში უსმანი სახეს აახევდა მაგას ბათაშორის მოხედავ შიშსაც ამხელა ფაქტორია უსმანმა თქვა რომ თავი მეშინოდაო რა და თავდაჯერებული არ ვიყავი ხამსაც რომ ვიჭუბო და მესამე რაუნდში მივხვდი რომ თუმე რატო გეშინიაო გაიგე ანუ აი ეს დაღესტანი ლუდეჩეშები მაგრა ამანდრაჟებენ ტიპებს გეუბნები რა მაგრა ამანდრაჟებენ ხვიჩ სანამ ჩავახვევთ მოიცა გითხარია რა ხდება BFA-ში შენ ვის კუთხეში იქნები როდის და ნიუზი რა პატარა რა შენზე რა თქვენზე ძალიან ბევრი ბრძოლები არის ირგვლივ მოკლედ რო გითხრათ რა ძალიან ბევრი ბრძოლები არის ირგვლივ
ყველაზე ახლო ბრძოლა არის ახლა საბას ოზაშვილი იბრძვის 30 აგვისტოს. კი, ველოდები მეც უკას. გამამ გახსნა MMA-ის განხრა, მხოლოდ MMA და რაც ვიცი, ყველაზე ვიცი. მაგრამ მომწონს, ესაა ჩვენთან გაჟღერდა კონტრაქტები. ეგ ამბავი პირველად გიგამ ო, თვითონ ვიცი, მეც უყურე მაგას, კონტრაქტები და სქეჟუალი რო გააქვს მებრძოლის, წარმოგიდგენთ, კიდე ერთი მებრძოლი მყავს მე კონტრაქტზე, ანუ გამას MMA-ისთან რა. ანუ რამოდენიმე ბრძოლები არის ხო კონტრაქტში? ხო, ანუ რაც მაგარია საქართველოსთვის, რაც შემოიტანა, ხო, განვითარება მაგ გამამ ეხლა, გამას შერეული ორთოდოსთან, ხო? გრაფიკი გააქვს, ვიცი რომ 3 ივენტი არის წლის ბოლომდე და იმ 3 ივენტში შეიძლება ყოველ ივენტზე გაჩხუბონ. ყოველ ივენტზე მოძებნი არის პროტოკოლს და ეს გაწეული განრიგი არის და ეს მუშაობს შენ ვიცი რა ჰონორარს მიიღებ, რა ჰონორარის პლუს მიიღებ. წარმოიდგინე რა. და რაღაც ახალი ჰაირი შემოიტანა რისთვის დიდი პატივი გიგას და მალადეც და რა ვიცი რა ვერჩუნა დაუდგეთ რა ყველა ვინც რაღაცას ჩალიჩობს რომ ახალგაზრდები განვითარდნენ სპორტში ყველას უნდა ერთმანეთის ეგოს უნდა გადავაბიჯოთ პირადწყენებს ყველამ და უნდა დაუდგეთ ერთმანეთის გვერდში რომ საერთო საქმე გამოვიდეს ერთი კაცი და ორი კაცის სიმართლე არაფერი არაა არა მთელი ქვეყანა არის ასაშენებელი თავიდან სპორტით დაწყებული კულტურით და ისტორია და ყველაფერი და ყველამ ერთმანეთს დაუდგეთ გვერდში და საკუთარი პირადული ყველამ უნდა გადავდოთ გვერდზე მე ეგრე ვიქცევი და ამიტომ მოუწოდებ სხვას ეგრე ვაკეთებ მე ყოველ დღე ვცდილობ რომ ჩემი პირადული რაღაცები გადავდო ვისთანაც რაც მაქვს და გავაკეთო კონცენტრაცია პოზიტივზე და სწორ რაღაცებზე რაც მოგვეხმარება ყველას ერთად იმიტომ რომ სხვა ანუ მე ჩემ თავს ვერ დავაყენებ ქვეყანაზე მაღლა აი ეს მთელი აზრი და საერთო საქმეზე მაღლა და ეგ მინდა რომ ნახო ყველასგან რა. მალადეც დიდი პატივი გიგას მაგის გამო რომ ქართული MMA კიდე გაანვითარა და კიდე ერთი წვლილი შემოიტანა, კიდე ერთმა ადამიანმა კიდე ერთი წვლილი შემოიტანა ქართული MMA-ის განვითარებაში ძალიან მაგარი ამბავი არის რა მოკლედ რა. Max Fight-იც ძალიან მაგრად ვითარდება, ძალიან მაგარი განვითარებას განიცდის და ძალიან ბევრი მუშაობა მიდის რომ შერეული ორთაბრძოლები და კიკბოქსინგი აი რაღაც პონჩი 1FC იჩდება ქართული ასე რომ ვთქვა რა. კიკბოქსინგიც არის? ანუ კიკბოქსინგი არის და MMA-ს და ცოტა გაშიქებაკლია ინდონეზია ასე რომ ვთქვა რა. თუმცა ძალიან მაგარი ივენტი იყო, შემდეგ შეიძლება დალაპარაკება უკანა Max Fight-ის ივენტზე. იმიტომ რომ 4 კაციანი გრან-პრი იყო რაღაცა ეს BFA-დან რამდენი კაცი იქნება პირველ ევენტზე? არა, ეს Max Fight-ზე ხო, ეს ნოემბერში გეგმება, ეს შორს არის ივენტი, ჯერ დაანონსებული არ არის რა. და შემდეგ ხო 13 სექტემბერს BFA ორ ქვეყანაში ასპარეზობს. ორ ქვეყანაში კი ასპარეზობს, უბრალოდ მე ვიქნები მარიამ ტორჩინავას კუთხეში, რომელიც დავით ქირიასთან მოღვაწეობს და დავით ქირია ამზადებს რა და გაწილი მომზადების მე და დავით ქირია ვიქნები GSK-ში 13 სექტემბერს მარიამ ტორჩინავასთან ვიქნებით მე და დავით ქირია და მარიამი გადის ნაწილობრივ მომზადებას ჩვენთან ახლა ბათუმის საბრძოლო აკადემიაში რა ჭიდაობაში და ამავე დროს ეხლა ჩაენიშნა აი გუშინ ჯუბაბერიძეს ჩხუბი FCR-ში შვედური ორგანიზაცია რო არის რა ნორმალურ მეტოქესთან საკმაოდ ნორმალურ მეტოქესთან და ვფიქრობ რომ მაგ ლიგაში ის იქნება რა ქვია რა ჯუბასთვის საინტერესო ბრძოლა იქნება თან რაც საინტერესო მომენტია ხო ეს ქართველებს ჯერ მოგებული მაგ ჩხუბი არ გვაქვს რა რაღაც ბედი არ გვაქვს მაგ ლიგაში რა და იმედია ჯუბა შეწყვიტავს მაგ მომენტზე ხა რა ამინ მოგიწოდა წარმატება ყველას არა ძალიან დიდი განრიგი გვაქვს რა კიდე 6 ოქტომბერსაც იქნება ივენტი ბათუმში რო ვთქვათ რომ აი საქართველოში ღონისძიებები ცოცხლობს და ცოცხლობს აი კიდე დავილაპარაკებ ჩვენ აუცილებლად მაგაზე იმიტომ რომ სხვა მეტი სისტემა მეტი დრო ჭირდება და ვაგონი შეიძლება რომ დავილაპარაკოთ ქართული შერეული ორთაბრძოლების სიტუაციაზე რასად არის რა როგორ არის როგორი ჯანსაღი კონკურენცია მიდის და როგორ თქვათ რომ დღეს მამაცაც შემიძლია ვთქვათ რომ ნეგატიური კონკურენცია ქართულ შერეულ ორთაბრძოლებში არ არსებობს და უკვე განვითარდა კაცურ და წესიერ დონეზე რა და მიდის განვითარება ინსაიდებს გეუბნები რომ მიდის და განვითარდა კაცურ და წესიერ დონეზე რაც შეგვეფერება ქართველებს რა ძალიან საამაყო არის და ყველა თითოეული Bro, I want to know what you're smirking about. პრეზიდენტის ორგანიზაციას და ყველა ძალიან ბევრი ხალხი დგას უკვე მაგის უკან რა 20-50 ადამიანი დგას უკვე მაგის უკან და ძალიან სასიამოვნო არის რომ რაღაც გლობალიზირებული არის ყველაფერი და თანამშრომლობაში არის ყველაფერი და ძალიან მაგრამ მიდის მოკლედ რომ ვთქვათ რა
ძალიან სასიხარულო ეს, იმიტომ რომ გარდაუვალია ეს. თქვენ თუ გინდა განვითარდეთ, თუ გინდა რაღაც მოიხოდოს, ხო, გარდაუვალია ეს და ჭურში ვერ ჩაჯდები რა. იმიტომ რომ პროგრესს ვერაფერი ვერ აჩერებს. ის რო იზრდება ყვავილი, ხო, ის ასფალტიდან გაიზრდება და ქვიდან გაიზრდება და ქვიდან ნახავს გამოსასვლელს, რაც არ უნდა დაფარო რა. ბიჭო, ესე რო აკეთებ ხელებს რა ხინკალი მახსენდება რა თბობას ფეხი თუ არ დააბიჯა რა ვიგე. ახლა რა თქმა უნდა რა, ფეხი თუ არ დააბიჯარა, მაგრამ პროგრესს წინ ვერაფერი ვერ დაუდგება, როცა განსაკუთრებით ესეთი ქართველები მყავს წინასწარ. კავკასიაში არ ცელდება ეგ ძმაო, გეუნები რა, ჩვენ სხვანაირად შეგვიძლია რაღაცების მოკვდინება აბსოლუტურად, რამდენიმე გაგვიჟუჟია ეგ ერთმანეთისთვის. არა, იმედია ხუჩა, იმედია ყველაფერი კარგად იქნება ძმაო, შენ კი იცი რომ მე შენს ენთუზიაზმს და სურვილებს ვიზიარებ აბსოლუტურად. ბევრ აზრებსაც ვიზიარებ ჩვენ ერთმანეთისას და განვითარების მეთოდებს და გეგმასაც. როგორც სპორტულად, მაგარი არის კიდე ხო, ერთ რამს შევახოლებდი რომ შერეული ორთაბრძოლები არის დეცენტრალიზირებული საქართველოში რა. ისეთი არ არსებობს, რომ ვიღაცას რამე გადაუწყვიტოს, ასე რომ ვთქვათ რა. ყველა სადღაც გასაქანი აქვს. კი ბატონო. იმიტომ რომ სიმართლე ვთქვათ რა, ყველა ხალხი ვართ რა და არაცეთი კამფეტი არ არის აქედან რა, პოეზია. ბიჭო, არა, საერთოდ კარგი მე მინდა რომ უფრო მეტი აი დავიცრო აქ მაგალითად სამეგრელოში სკოლა, მინდა რომ უფრო მეტი იყოს სამეგრელოშიც, იქ გურიაშიც, იმერეთშიც, აჭარაშიც და თიანეთშიც და ხევსურეთშიც და ყველგან, მაგრამ მინდა რომ სკოლები გაიხსნას სადაც დაიწყებს მაინც ბავშვი სპორტზე აი პირველ ნაბიჯების გადადგომას და მერე გასაქანი ექნება. მე ზოგადად იმიტომ ვიძახი ერთმანეთის გვერდში დადგომას, რომ ზოგადად ჩვენ მოგვწდებს ეგ ჩვევად ერთმანეთში ქიშპობა. ყოველთვის ვიცი, როდესაც ვიღაცა რაღაცა კაის იწყებს, ეგრევე გამოუჩნდება ხოლმე ისა და მინდა რომ ეს აღარ იყოს რა ვიცი, ახლა თუ არ ვინატრეთ უკეთესობა არც იქნება, ხო, როგორც მინიმუმ ლაპარაკით უნდა დავიწყოთ, სანამ კარგ სწორად გავაკეთებთ საქმეს, ჯერ უნდა სწორად ვიცოდეთ რა უნდა გავაკეთოთ, ისე ვერ გავაკეთებთ და ესაა სწორი. ერთმანეთის სიყვარული გვერდში დგომა და თუ მაინდა-მაინც ესეთი კაცია, ვინც არ გიყვარს და ვერ შეიყვარებ და ესეთი საზიზღარია, ხელს მაინც ნუ შეუშლით ერთმანეთს დისტანციაზე დავიჭიროთ. არიან ადამიანები, ვისთანაც მე ვერავის ვერ ვიძმაკაცებ ამ სპორტში, მაგრამ რაღაცა კაის თუ გააკეთებენ, ხელს არ შეუშლი არასდროს და თუ მთხოვს დაუდგები კიდევაც გვერდში და მინდა რომ ყველასგან იგივე ვიხილო. უღრმესი მადლობა, მოკლედ ეს იყო 220 ეპიზოდი Fight Hop-ი, პირველი დამოუკიდებელი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი Spotify-ზე, YouTube-ზე, Apple Podcast-ზე. მძგლებო Fight Hop-ერებო, უღრმესი მადლობა ხვიჩექს, რომი. We out. You tune into the Kartwelians on the Fight Hop podcast. Fight Pod.